მოგესალმებით ისაუბრეს მაყურებელს ეთერშია ჩვენი ყოველკვირეული პოდკასტი 2 ცეცხლ შუა, რომელსაც ტრადიციულად ირაკლი წულაია და მე თორნიკე რაზმაძე გაუძღვებით და დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარია ვიკა ფილფანი, გახარია საქართველოსთვის ლიდერი. აი ესე ვიტყვი. ახალგაზრდულის თავმჯდომარე და ესე ვთქვათ ერთ-ერთი გამორჩეული სახე პარტიის, რომელმაც გუშინ თავის თავზე აიღო რაღაცეები, განაცხადა სხვადასხვა ეთერებში და ამ დარტყმებზე გვექნება გარკვეული კითხვები დღეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა. დავიწყოთ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ვიკა, ხმამაღალ განცხადებას გავაკეთებ, მისამებაც არ ვაცადეთ. ხმამაღალ განცხადებას გავაკეთებ, რომ ალბათ გაგიჭირდება მედია სივრცეში ორი ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც ჩვენზე მეტად კეთილგანწყობილია შენ მიმართ. მაგრამ ასევე გაგიჭირდება ისეთი ეთერის პოვნა, რომელშიც იმაზე მეტად კრიტიკულები იქნებიან ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიდრე ჩვენ. ეხლა მოგესალმებით. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის. წარმატებები ამ გადაცემას დაწყების დღიდან გულშემატკივრობ. კრიტიკული კითხვები ძალიან მნიშვნელოვანია და არ ვიცი რაც შემოვაბიჯე პოლიტიკაში, იმ დღეს მერე ვიხოცები, რომ მედია სივრცეებში კრიტიკული კითხვები უნდა დაისვას განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, ვინც პოლიტიკაში არიან, ასე რომ მადლობა კიდევ ერთხელ და აბა დავიწყოთ. დავიწყოთ. კარგი. მოდი ცოტა ოდნავ შორიდან დავიწყოთ, არც ისე შორიდან, მაგრამ შორიდან მოკლედ რო ვთქვათ, დღეს თქვენი პოლიტიკური ძალა რატომ არ არის პარლამენტში? ეს რო საზოგადოებას შევახსენოთ და ჩვენ თავსაც. ხო, ჩვენი პოლიტიკური ძალა იყო ერთ-ერთი პირველი იმ პროცესში, როდესაც არჩევნების შედეგები ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო გამოცხადებული, მაშინ როცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ზეიმობდნენ გამარჯვებას. ჩვენი პოლიტიკური გუნდი იდგა და ამბობდა, რომ არჩევნები გაყალბდა და ეხლა ზეიმის დრო არ არის. ნუ მოდი, ეხლა უნდა დავიცვათ ის ხმები, რაც მოვიპოვეთ და ამიტომ არ იყო ნამდვილად ზეიმის დრო. ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც ხმამაღლა განაცხადა, რომ ეს არჩევნები იყო მოპარული და ეს ხელისუფლება იქნებოდა არალეგიტიმური. ეს არის სწორედ იმის მიზეზი, რატომაც დღეს ჩვენ არ ვართ პარლამენტში. რა არის ის სამი მთავარი, ესე ვთქვათ, ინსტრუმენტი, რითაც მოიპარეს ქართველების არჩევანი? პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც პრინციპში ყველა შევთანხმდით, ეს იყო პირადობებით და სიებით მანიპულირება, იმიტომ რომ ბევრი შემთხვევა აღმოვაჩინეთ სხვადასხვა ჯგუფებმა ერთად, რომ ერთი პირადობით სხვადასხვა ქალაქებში ხდებოდა ხმის მიცემა და ესეთი კარუსელები, ხო? ერთგვარი კარუსელები. მათ შორის ეს იყო ჩამორთმეული პირადობები, ეს იყო ძველი პირადობები, ეს იყო ადამიანი, რომელიც ერთ ცესკოს ბაზაშიც იყო ერთ უბანზე, სხვა ბაზაშიც იყო და ამის მიზეზი იყო, რატომაც ჩვენ ვითხოვდით ამ აპარატების გახსნას ვერიფიკაციის მიმართულებით. საქართველოს მოქალაქეების პირადი ნომრებიც იყო მაგას. ვიპოვეთ ასევე მოქალაქეები, რომლებიც არიან შეერთებულ შტატებში და ისინი აღმოჩნდნენ მარნეულის, გარდაბანის და სხვადასხვა მუნიციპალიტეტების სიებში, მაშინ ცხოვრებაში იქ არ ყოფილან, იმიტომ რომ წლებია ემიგრაციაში არიან და როცა საქართველოს ცხოვრობდნენ, მაშინაც არ იყვნენ იმ რეგიონებში და იმ მუნიციპალიტეტებში ნაყოფი. ხო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ საუბარი, ეს იყო დაშინების მექანიზმი და სუსის მუშაობა რეგიონებში. ამაზე პროკურატურაშიც არაერთხელ შევიტანით განცხადება. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ჩვენი გუნდით დაწყებული, იმიტომ რომ ჩვენ ძირითადად ინფორმაცია მოგდიოდა ჩვენი გუნდიდან, რომ საჯარო მოხელეები, რომლებიც გაცხადებულად ამბობდნენ, რომ იყვნენ ოპოზიციის ამორჩეული, ამ ადამიანების მიმართ მიდიოდა წნეხი, ოჯახის წევრებით დაშინება, სხვადასხვა მხრიდან ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დამუშავება და დაშინება. იქნებოდა თუ არა მყარი, თუ არ გაჟონავდა ბიულეტენი. ეს დაშინება, რა თქმა უნდა, მანამდეც იმუშავა, იმიტომ რომ ხო ვიცით, ახლა ჩვენ ვიღაცები ვიცით, რომ არიან ოპოზიციურად განწყობილი, მერე მათზე იმდენად დიდი წნეხი მოდის, რომ ისინი უბრალოდ ჩუმდებიან შესაბამისად. მე მახსოვს კამპანია, რომ ანუ გაიგეთ ფული, შეპირდით რომ მიეცეთ ხმას, მაგრამ შედით მერე და ხმა მიეცით, ვისაც გიდათ. მახსოვს ეს კამპანია და ამით ხელისუფლებამ თავარი მექანიზმი შეიქმნა, რომ როცა ესე ვთქვათ, კაბინები იყო ნახევრად ხილვადი და როცა ჟონავდა და ხედავდი შენ ოპოზიციას აძლევდა თუ არა, იყო თუ არა ეს თავარი კონტროლის ესე ვთქვათ იმ დაშინების რა თქმა უნდა, იმ დაშინებას თან ერთოდა რა თქმა უნდა ეს კომპონენტი, იმიტომ როცა ამ ადამიანებს აუნებოდა რომ ჩვენ აუცილებლად გავიგებთ ვის მისცემთ თქვენ ხმას. ეს ადამიანები თავის გულ შეიძლება იყვნენ დარწმუნებული რომ აი ახლა ვეტყვი რომ კი თქვენი ამორჩეული ვარ, მაგრამ უბანზე სხვა არჩევანს გავაკეთებ. ამ ადამიანებს წინასწარ ვეუბნებოდნენ რომ თქვენი ხმა არ იქნება დაფარული, მაშინ როცა აქეთ ამ მხრიდან მიდიოდა მუშაობა, რომ
თქვენ ხმას ვერ დაინახავს. ქართული ოცნების, თქვათ, აგიტატორები ამ ადამიანებს აცნობებდნენ, რომ უბანზე თქვენ ხმას ყველა დაინახავს და ჩვენ მაინც გავიგებთ, რომ ჩვენ არ მოგვეცით ხმა, რა თქმა უნდა, ამან იმუშავა. გარდა ამისა, ძალიან რა თქმა უნდა, ეს საჯარო სექტორის წნეხი, ამასთან ერთად ეს იყო არჩევნები, როდესაც ერთ-ერთ ყველაზე დიდი დოზით იყო კრიმინალური გავლენები ჩართული არჩევნების გაყალბებაში. ეგრეთ წოდებული შავი სამყარო? კი, ეგრეთ წოდებული შავი სამყარო. ძალიან შორს, იმიტომ ბევრი მეთოდი იყო გაყალბების. მარტივ რაღაცნაირად თუ დავაჯგუფოთ, მოკლედ რა, როცა ესე იგი შევაჯამებ და რამე თუ გამორჩა დავიმატეთ. ერთი იყო უშუალოდ არჩევნების წინ მოსყიდვები და სხვადასხვა ფორმის შეწოლები. ხო, მეორე იყო უშუალოდ არჩევნების დღეს იქ ადგილზე манипуляციები, მათ შორის იმეებით პასპორტებით, როცა შედიოდნენ, აი ეს ვერიფიკაციის აპარატი რა დროსაც შემოდის, ხო, იქ შუაში და იქ წინასწარ მომზადებული პირადობის მოწმობა რო ქონდათ და ასე შემდეგ, პირადობის ნომერი რო ქონდათ, რომელიც ხელით შეყავდა რეგისტრატორს და ასე შემდეგ. და ნუ მოგეთ ბევრნაირი манипуляცია იყო, ხა მე რატო დავიწყე ამ კითხვით, ახლობით ხვდები ალბათ. არა, სანამ გადახვალ მე მინდა არჩევნების თემა შევკრათ, ესე ვთქვათ, მე გამახსენდა ერთი მეთოდი, რომელიც კახარის პარტიას ქონდა დამუშავებული და მაინტერესებს თქვენი პოზიცია ამ საკითხზე. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ის, რომ ოპოზიციას ყავდა კონკრეტული ციფრი, ესე ვთქვათ, კომისიებში, ხელისუფლებას ყავდა კონკრეტული ციფრი, ესე ვთქვათ, თავის მხრივ კომისიებში და იყო ნეიტრალური პიროვნებები, რომლებიც უნდა დანიშნულიყვნენ და რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ ყველა მნიშვნელოვან პოზიციას, სადაც ყავდებოდა არჩევნები, ეს ნეიტრალური ადამიანები ასრულებდნენ ამ ფუნქციას. მე როგორც ვიცი, ნათია მეზრიშვილის ესე ვთქვათ, დიდი კვლევა იყო ამ საკითხში, სადაც აღმოჩნდა, რომ ყველა ეს 8 კაცი, რომელიც ნეიტრალური უნდა ყოფილიყო, ქოცების ყველა ნათესავი და ახლობელი სუსის დანიშნული პიროვნებები იყვნენ. ამას ეს გადამოწმებული და დანიშნული. ცესკოს წარმომადგენლები, რომ ნეიტრალური არავინ არ იქნებოდნენ, ეხლა ამაზე არ ვიცი, მე მგონი ყოველთ ახდებით და ძალიან ისეთი საკითხია, რაზეც აღარც დავობთ და ამ მთელს ამ პროცესში ეს ყველა კომპონენტი, რა თქმა უნდა, ამ ყველა კომპონენტმა რეალურად დადო ის შედეგი, რა შედეგიც დადო. მათი მთავარი პრობლემა აღმოჩნდა ის, რომ გაექცათ ეს გაყალბება, იმდენად გაექცათ, რომ თვითონაც ვეღარ გააკონტროლეს ამდენი მექანიზმის ჩართვით, რა თქმა უნდა, მათ ჰქონდათ წინასწარ შიშები, იმიტომ რომ დიდი მობილიზება იყო აქეთა მხრიდანაც, ნუ მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ოპოზიციურ მხარეზეც იყო ძალიან ბევრი პრობლემა, რომელიც ეხება დამკვირვებლებს, რომელიც ეხება კომისიაში წევრებს, ჩვენ არც ყავდა კომისიაში წევრები. მაგრამ იყო უბნები, სადაც ისევ როგორც ქართული ოცნების კომისიის წევრებთან, ოპოზიციის კომისიის წევრებთანაც გვიწევდა ძალიან ბევრი ბრძოლა, რომ ოპოზიციური ხმები ჩაეთვალა ქართულ ოცნებას, რა თქმა უნდა. მათი ცალკე ზეწოლა იყო და მოსყიდვის ცდილობები დასრულდა. კი, მოსყიდვა ბევრი კომისიის წევრი აქეთ ფლანგიდანაც იყო სამწუხაროდ მოსყიდული. და მთავარი პრობლემა მაინც ის იყო ალბათ, რომ ეს ყველა მექანიზმი ერთად რო ამუშავდა, ამ ყველა მექანიზმა ერთად დადო ის ძალიან დიდი გარღვევა, რაც ერთ კითხვასაც დავსვევ და დაუთმობ თორნიკეს ასპარის. შენ ახსენე, რომ აი ყველა შევთანხმდითო რა და მე მგონია, რომ ყველაზე დიდი პრობლემა რაც მოხდა, ანუ იყო ის, რომ ჩვენ არჩევნების მეორე დღეს ყველანი, ესე ვთქვათ, გონებიდან გათიშულები ვიყავით. შენ რასაც იძახი რომ შეთანხმებული ვიყავით, რატო ვერ დააჯერეთ ხალხს და რატო არ დადეთ შესაბამისი დოკუმენტები, რომ არჩევნები იქნა გაყალბებული და რატო არ გამოვიდა? ამას თავის ბევრი მიზეზია, ხალხმა რაღაცნაირად ადამიანის ფსიქოლოგია ესეთ რაღაცისთვის იბრძვი მოლოდინი გაქვს და მე ეს მოლოდინი რომ იმდენად სრულდება, რომ შენ თვითონაც კი არ დაგიშვია შენს თავში, მე რაღაცნაირად დაღლილი ხარ და იმედ გაცრუებული ხარ. ყველას ჰქონდა პროტესტი, ვინც არ გამოდიოდა მე რეაქციაზე, იმ ადამიანებსაც ჰქონდათ პროტესტი, იმედგაცრუება იყო ოპოზიციის მხარესაც, რა თქმა უნდა, ის რომ ვერ დავიცავით ჩვენი ხმები, ის რომ ყველგან არ იყვნენ ძლიერი დამკვირვებლები, აქ ჩვენ მაგალითად ვიტყვი, რომ ჩვენ არც ერთი დამკვირვებლისთვის ფული არ გადაგვიხდია, ყავდა 1600-მდე დამკვირვებელი, ყველა იყო მოხალისე დამკვირვებელი და ვეცადეთ, რომ გაგვენაწილებინა ყველაზე ისეთ უბნებში, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხო, ჩვენი ვალები ხო არ დაგჭათ დამკვირვებლებში. ხო, შესაბამისად ის ჩვენი 1600 მოხალისე დამკვირვებელი ხარ, როდესაც თანხას იღებ კიდე სხვა მიმართულება, მაგრამ ეს 1600 მოხალისე დამკვირვებელი იყო მართლა მოტივირებული, რომ ხმები დაიცვათ, იმიტომ რომ მათ სხვა არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ, არც ფინანსური და არც რაიმე სხვა. ამიტომ ეს 1600-მდე დამკვირვებელი ვიცით ნამდვილად, რომ კარგად მუშაობდნენ. კაი. ხო, შესაბამისად
ეს იმედგაცრუება, რაც ამ ყველაფერს მოხდა და ის მოლოდინი, იმიტომ რომ შუადღემდე ყველა ვხედავდით, რომ იყო ძალიან დიდი გამოცხადება და ყველას გვიხაროდა, რომ აი ამდენი ხალხი არჩევნებზე არ ყოფილა, ნუ აღმოჩნდა, რომ ეს მაღალი გამოცხადება სინამდვილეში იყო იმიტაცია ქართული ოცნების მიერ შექმნილი, სწორედ ამ კარუსელის მიერ, რაც 30-მა კაცმა ჯერ რუსთავში მისახმა, მერე ეს 30 კაცი წავიდა მცხეთაში, მერე წავიდა ხაშურში, მოიარა მთელი ნახევარი საქართველო ამ ხმების მიცემის პროცესში და ამან შექმნა ეს ილუზია. ხო, მე ვერ ვაკრიტიკებ იმის გამო, რომ შემდეგი პერიოდი არ გამოდიოდა, თუმცა თავარი ალბათ დასკვნების გამოტანაა და მომავალში რა უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ყველაფერი დავაჭროთ. გადააზრება იმ შეცდომების, რომელიც შეცდომებიც იქნა დაშვებული აქეთ მხრიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი, ეხლა გადავალ შეცდომების გადააზრების ეტაპზე და ჩემი აზრით ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვის დასმას ვაპირებ ახლა და რატო დავიწყე მე არჩევნების თემით და როგორ გაყალბდა არჩევნები ამაზე საუბარი. თავიდან ჩემ აზრს ვიტყვი, რომელზეც მე შეგვიძლია ასევე არ დამეთანხმოთ და დამეთანხმოთ და მე გადავალ კითხვაზე. ჩემი აზრით, მთელი ეს პერიოდი, როცა ჩვენ აქციებზე ვდგავართ, ვითხოვთ რაღაცებს, სხვა ფორმით პროტესტს ვაორგანიზებთ, ან ახლა როცა ამ გადაცემასაც ვწერთ, ოცნება რა შვება? ოცნება ზის და ფიქრობს ყველა მომდევნო არჩევნებზე რიგ გარეშე იქნება ეს თუ არ არის გარეშე როგორ დახვეწავს ამ გაყალბების გზებს და რას დაამატებს კიდევ ახალს და ის რო უკვე ამაზე მუშაობენ ეს ყველაფერი ცხადყო ახალმა ცვლილებებმაც რომელიც საარჩევნო კოდექსში შევიდა და ზუსტად იმ ხვრელებზე რასაც პოლიტიკური სპექტრის და ჩვენ ყველა ერთად საუბრობდით ცვლილებები ალბათ რა შეიტანეს ცვლილებები მაგალითად იქ ვერიფიკაციის აპარატთან ახლოს დადგომა რო არ შეიძლება ამით ფაქტიურად დაადასტურეს რომ კი იქ ყალბდება სადაც ახლოს არ გიშვებენ ესე იგი იქ ყალბდება არჩევნები მოკლედ ეხლა გადავედი კითხვაზე აი ამ რეალობის გათვალისწინებით მე მაქვს ესეთი განცდა რომ ოცნება ყველა მომდევნო არჩევნების კიდევ უფრო მეტად გაყალბებას ეცდება თქვენ რას ხედავთ ისეთს რომ ამ არჩევნებში შესვლა ღირდეს ანუ რას ვეღარ გააკეთებს ოცნება იმას ისეთს რაც წინა არჩევნებზე გააკეთა და გაგვიყალბა რატომ უნდა მოვიდეს ადამიანი ესეთ არჩევნებზე და რატომ იღებთ თქვენ მონა აქ მივედით ხო ანუ მთელი ეს შენი პირით მოყევი ხო რასაც აკეთებდნენ და ყველა ვიცით ხო და აბა იგივე რეალობაში შევდივართ, ხო? ამ ეტაპზე ბოიკოტს არ ვაცხადებთო. მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტის რეჟიმში ხართ. ხო, ბოიკოტის რეჟიმში ხართ პარლამენტის. და ამ რეალობაში, როცა საპარლამენტო არჩევნები ისე გაყავდა, რომ თქვენ ბოიკოტის რეჟიმში ხართ, არ გამორიცხავთ კი არა და ამ ეტაპზე ადასტურებთ, რომ მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებში. რისი იმედი გაქვთ? კი ბატონო, გეტყვით. ნახეთ სანამ იყო და იქნებოდა საპარლამენტო არჩევნები ჩვენ როგორც გითხარით ერთი წლით ადრე ქონდა განგაში ატეხილი იმ გაყალბების მექანიზმებზე რომელიც უკვე ახსენეთ თუმცა ამას ერთი წამითაც არ მოუწია ჩვენთვის იმის ფიქრის საშუალება რომ მოდი ამ არჩევნებზე არ გავიდეთ იმიტომ რომ ყველა ვიცოდით ისედაც და ჩვენ ამას ვამბობდით ერთი წლით ადრე რომ ამ არჩევნების გაყალბებას შეეცდებიან საპარლამენტო არჩევნების მეორე მხრივ ეს ძალიან სამრჩევლო თემაა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ერთ მხარესაც ძალიან ბევრი არგუმენტია რით შეიძლება დავზარალდეთ და მეორე მხარესაც ძალიან ბევრი არგუმენტია. ერთი სცენარი არის წარმოიდგინეთ უბრალოდ ესეთი, რომ არ გავდივართ არავინ არჩევნებზე. არც 4 ბარიერ გადალახული პარტია, არც თქვათ ის პარტიები, რომლებიც ეხლა წამოვიდა, ჩვენთვის მისაღები პარტიები. ქართული ოცნება ატარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. ამ არჩევნებზე გადიან იაგოს გირჩი, კონსერვატორები და სხვა ნებისმიერი სხვა. ქართულ ოცნებას საერთოდ გაყალბებაც არ დასჭირდა ამ არჩევნების ისე მოიგო, არც ერთ მექანიზმს აღარ გამოიყენებს ამ არჩევნებზე, ამ არჩევნებს ჩაატარებს ყველანაირი წესის დაცვით. ამ არჩევნებს რა თქმა უნდა დააკვირდებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, იმიტომ რომ ამ საერთაშორისო პარტნიორებს მიცემული აქვთ არალეგიტიმაცია და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ დააკვირდნენ ამ მაგაზე ბართლა ითქვა არ გავყალბებია და ამ არჩევნების დასრულების შემდეგ უბრალოდ ეს ხალხი გაოცებული დარჩება, რომ ვიცი, მათმა ძალიან სამართლიანად ჩაატარეს ეს არჩევნები. ჩვენ ქართულ ოცნებას საშუალებას მივცემთ, რომ ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები, რაც პრინციპში მე მათ ლეგიტიმაციას ძალიან თქვენი შესვლა რა არის? თქვენი 10-დან 15%-მდე შეცვლის მაგ რეალობას? ოპოზიციური ფლანგის შეცვლა მინიმუმ ქართულ ოცნებას ჩააყენებს ოპოზიციური ფლანგი შენ ვერ შეკავ, შენი პარტია შეკავს მხოლოდ.
კი ბატონო, თუნდაც ჩვენი მხრიდან შესვლა, მინიმუმ ქართულ ოცნებას აიძულებს, რომ ბრძოლის პოზიციაში ჩადგეს და მინიმუმ დაიხარჯოს და ისევ გამოიყენოს ის მექანიზმები, რომელსაც ოპოზიციონერები გადმოიყვანოთ თქვენას ზედა თქვენი პოზიცია ესე ვთქვათ შეგვიძლიათ. მე ვერ მივიღე პასუხი, ანუ მე გახესვარ. მე ჩემი კითხვა იყო ესეთი ძალიან კონკრეტული, რომ აი რას ვეღარ გააკეთებს ოცნება იმ გაყალბების. ანუ ეხლა მე როგორც გავიგე, ანუ თქვენ შედიხართ იმისთვის, რომ ოცნებას კიდე ერთხელ მოუწიოს გაყალბება ღიად და კიდე ერთხელ საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენ თვალშიც კიდევ ერთხელ გვაჩვენოთ ოცნება როგორი გამყალბებელია და ეგ ვიცით ისედაც. კი ბატონო, ნახე, ჩვენ ჯერთი არ ვცდილობთ რომ ვინმე დავარწმუნოთ, იმიტომ რომ ბევრჯერ აუღნიშნო მეც რომ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, ეს ბოიკოტი შესაძლოა შეიცვალოს, შესაძლოა არ შეიცვალოს. შესაძლოა შეიცვალოს, იმიტომ რომ ჩვენც არ მივიღოთ მონაწილეობა, ეს ხო ჯერ არ ვიცით იქამდე აი რაღაც პერიოდი, შეიძლება დადგეს მომენტი, რომ ჩვენს რაღაც გენელები განსაზღვრავს ამ ყველაფერს. კი, რაღაც გენელები განსაზღვრავს. დღეს ჩვენ ვემზადებით ამ არჩევნებისთვის, იმიტომ რომ ეს არჩევნები არის კონსტიტუციით, ანუ ეს არჩევნები ქართულ ოცნებას არ მოგვიყვება, კონსტიტუცია მოგვანიჭა ეს უფლება. მაშინ როდესაც ხო მე კითხვა მიქნება ასევე იმ პოლიტიკურ პარტიებთან, ეხლა რასაც ამბობ ეს იმის გაგრძელება, რაც აქამდე ისედაც ამბობდით თქვენ, მაგრამ შენ გუშინდელი ეთერი ცოტა სხვანაირი იყო, ეხლა უკვე მგონია რომ გუშინ შენ საყვედური მიიღე პარტიაში, ზედმეტი პირიქით შეკება მიიღე. ნახე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ბოიკოტს აცხადებენ პარალელურად ქართული ოცნებისგან ითხოვენ ხელხალი არჩევნების ჩანიშვნას, მაშინ როდესაც ქართული ოცნების გარშემო შენ კონსტიტუციამ მოგცა ერთი არჩევნები, ეს ჩემთვის ცოტა არ ლაგდება, არ ჯდება. კონსტიტუციამ მოგცა, მაგრამ ქართული ოცნება არ გაძლევს მაგას. კი, ანუ ჩვენ ქართულ ოცნებას ვთხოვთ, მაშინ არ უნდა ჩაატარებინო. ქართულ ოცნებას არც ერთი არჩევნები ხო. რამდენი პროცენტით უშვებ, რომ ქართული ოცნება ამ არჩევნებს არ ჩაატარებს იმავე მასშტაბის გაყალბებით, ან უფრო მეტით, ვიდრე ჩაატარა. აი რამდენ პროცენტს უშვებ? 10? თუ მიიღო ოპოზიციურმა სპექტრმა მონაწილეობა, მას დასჭირდება ისე გაყალბება, მაგრამ თუ ოპოზიციურმა სპექტრმა მონაწილეობა არ მიიღო, მას გაყალბება არ კი დასჭირდება და დადიანები ხართ, შევარდით პირველები, დაი ჩვენ გვაქვს კრიტიკოს ხალხმა, ოღონდ ოპოზიციაც შემოყვეს. ჩვენ ჩუქნი ამ ყველაფერს, საერთოდ tells well ჩუქნი ამ მრჩეველს ტოვებ პირისპირ მარტო ქართულ ოცნებასთან. პარლამენტის ველი ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან კიდე საერთოდ არაფერ შუაშია. მეორე მხრივ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე შესვლა ნიშნავს იმას, რომ შენ თელს რეგიონებს, აქამდე თუ თითო კაცი ან ორი კაცი ყავდა საკრებულოში, რომელსაც მინიმუმ ინფორმაცია გამოჰქონდა ადგილობრივ სიტუაციაზე, მინიმუმ იმ ტენდერებზე და იმ კორუფციაზე, ხმის ამოღები ყავდა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამკრიტიკებელი ყავდა და რაღაცის მოუთხოვნი ყავდა და ხალხის ხმა ყავდა, ამის შანსსაც კი უკარგავ ამ ადამიანებს. ეხლა რეალურად არ შედიხართ. თქვენ შედიხართ მონაწილეობაში. არის შანსი, თეორიული შანსი არის და შეგახსენებთ, რომ თბილისში, რუსთავში და ბათუმში მიუხედავად ამ გაყალბების მასშტაბისა ოპოზიცია მოიგო. მე თქვენზე გეკითხები, ოპოზიცია გახარია, მაქსიმუმ გახარია რომ დადგეს თბილისის მერობისგან, მაგას აპირებთ? სხვა ვერ მოიგებს, შენ რა გიხარ? არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ საბოლოო ჯამში არ არის გადაწყვეტილი მარტო გახარია შევა თუ არა, მაგრამ ვიღაცები ფიქრობენ მე რაც ინფორმაცია. ეს არის ძალიან დიდი თემა, რომელზეც აქედან თუ მეორე მხრიდან უფრო მეტი არგუმენტი წამოვა, რას დავკარგავთ. შესვლის შემთხვევაში ან რას არ დავკარგავთ არ შესვლის შემთხვევაში ჩვენ გადაწყვეტილება დაიფუძნება ამას. ასევე ბოლო პერიოდში ჩვენს ვამბობთ, რომ როცა ესეთ გადაწყვეტილებას იღებ, ამას რაღაც კვლევებიც უნდა ამყარებდეს, ხო? მოსახლეობის დაკვეთა. მოსახლეობაში დღეს ოპოზიციურ ამორჩეველში ორად არის ეს გაყოფილი. არის ნაწილი, რომელსაც ჯერ ჩამოყალიბებული საერთოდ არ აქვს თავისი სურვილი, უნდა თუ არა. როგორ არის დაახლოებით პროცენტულად გაყოფილი? ჩვენ არა ორგანიზაციებმა იკვლიეს, რომელ ორგანიზაციებს ახლა არ დავასახელებ. ხო, იაგოს კვლევა მე არ მინახავს სამწუხაროდ, მაგრამ სხვა ორგანიზაციების ვნახე, სადაც ძალიან თანაბრად დაჯდა ოპოზიციურ ამორჩეველში. კი ბატონო, ძალიან თანაბრად დაჯდა. ვიღაცები ფიქრობენ, რომ კი, ოპოზიცია უნდა გავიდეს, იმიტომ რომ ოპოზიციას შენ თავს თუ ეძახი აუცილებლად შენი ფუნქცია მოვალეობა არის პოლიტიკური პარტიის და მეორე მხრივ, როდესაც მამუკა მდინარაძე რომ გამოვიდა და დაანონსა, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას აუკრძალავ, გამოდის, რომ ქართული ოცნებისთვის საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს, მიიღებ თუ არ მიიღებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. პირიქით, მას უნდა რომ არ მიიღო. მას უნდა რომ არ მიიღო. მას უნდა რომ მიიღო და მე გეტყვი რკინის არგუმენტს. მე გეტყვი აი ძალიან რკინის არგუმენტს რა. პირობითად თქვენ ბევრ კარგ რამეს ამბობთ ხოლმე თქვენ სხვა ოპოზიციონერები. მაგის აი უტყუარი ინდიკატორი მაქვს რა. ეს კარგი რაღაცეები არ შუქდება ქართული ოცნების პროპაგანდისტული მედიით. იმიტომ არ შუქდება, რომ არ აწყობთ ეს. როცა შენ კარგ რაღაცას ამბობ, გახარია კარგ რაღაცას ამბობს. შენ გუშინ რაც ილაპარაკე, დაათრევდნენ ყველგან. კი ბატონო. რატო? იმიტომ რომ ეს აწყობთ. მიშას რატო რთავენ იმედის ეთერში, იმიტომ რომ საფრთხეა და შეიძლება იქ აწყობთ, იმიტომ რომ
ეს დაპირისპირების რაც საგანია. მოხდა გუშინ პრინციპში, იმიტომ რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიებმა, მათ შორის იმათ, რომელსაც ბოიკოტი აქვს დაწყებული და გამოცხადებული მიუხედავად ამისა, რეგიონებში უკვე მაჟორიტარულ კანდიდატებს ეძებენ, აი ამ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ ჩვენთვის დაეწყოთ დარტყმა. ეგ შენი თეორია. მე უყურებ ძალიან მარტივად. შენი რაღაც ნათქვამი როცა გააშუქა, ესე იმას აწყობს. არა, ეს ჩემი უფრო მყარია. მე მაგ ცოტა სხვა მიმართულებით ეს კითხვა რა. ეხლა იმაზე კი არა რომ აი ეს არგუმენტი ვიღაცამ რაღაცა დადო. მე მაგ კონკრეტული ესე ვთქვათ კითხვა ამ საკითხზე რა. ეხლა შენ პირველ რიგში გახარ იქ და იბრძვი ამდენი წელია წინა ფლანგზე ხარ რა და ამდენი ხანია ჩვენი ბრძოლა არის კონკრეტული ორი მოთხოვნით. თავისუფალი არჩევნები და ტყვეების განთავისუფლება. თქვენი პარტია როცა მეუნება მე რომ ანუ მე ვიფიქრებ სად არის აი იმის წარმოჩენა რომ ამ ესე ვთქვათ მოყვები რა მოყვები იმაში რომ მიიღე მონაწილეობა და არ უნდა თქვა მანამდე სანამ არ მიიღებ და რამდგენელები იქნება ამაში მოყვები სრულად მაგრამ ამით ერთის ხო არ ვაძლევთ ხელისუფლებას იმის შესაძლებლობას რომ არჩევნებში ისე მივიღოთ მონაწილეობა და ისე გადავდგათ ნაბიჯები რომ არაფერი არ წამოვიღოთ რა ამ პოზიციაში ხო არ ჩავიგდეთ თავი და ხო არ არის ის დრო რომ სხვა პარტიებსაც გავააზრებინოთ ეს ყველაფერი და ვთქვათ რომ ჩვენთვის ეს ორი პირობა თუ იქნება და რაღაც პირობა დაუყენოთ ქართულ ოცნებას და საერთაშორისო დონეზეც აუწიოთ და ვთქვათ რომ ამ პირობებში თუ მოვყვები მივიღებ მონაწილეობას და ხო არ ჯობია ამ რაღაც ნეიტრალური თამაში რომ იცი რა არ გავაგებინო ხომ აიც ორი ოფშენია რა ხელისუფლებისთვის არ მიიღებ ან არ მიიღებ ხო არ ჯობია ვთქვათ პირობა ყველა ოპოზიციური პარტია შეთანხმდეს და ამ პირობის შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას და ვიბრძოლოთ იდეალური ვარიანტი იქნებოდა ირაკლი ეს ყველაფერი მაგრამ იმ კოალიციებიდანაც კი სადაც სხვადასხვა პარტიები არიან აკეთებენ გარკვეული ჯგუფები განცხადებებს, რომ საკუთარ კოალიციის წევრ პარტიებს არ უთანხმობენ. ხა იმის ამბიცია გვაქვს, რომ ჩვენ ყველა ერთ აზრზე დავუვაგდებით, მაშინ საკუთარ კოალიციაში შემავალ პარტიებს არ უთანხმობენ იმ განცხადებებს, რომელსაც კოალიციის სახელით აკეთებენ. ეს იქნებოდა იდეალური ვარიანტი. მეორე მხრივ, ეს ორი მოთხოვნა არ სადარწავა, ეს ორი მოთხოვნა დარჩება და ვიბრძოლებთ მანამდე, სანამ არ შესრულდება ეს ორი მოთხოვნა. მეორე მხრივ, ამ მეორე მხარეს ადამიანებთან, ვინც ბოიკოტს აცხადებენ, კითხვა მაქვს, რომ ალტერნატივა რა არის, ხო? თუ ბოიკოტს უცხადებ არჩევნებს, სხვა მეორე ალტერნატივა უნდა გქონდეს. ამ ალტერნატივას ვინმესგან ხედავთ? აი, კითხვა მაქვს უბრალოდ. იმაში ნიადაგი უნდა აიღო ხალხში და ვებრძოლოთ ბოლომდე და ვიძახით რომ ბოლომდე მაშინ სხვა გეგმა უნდა გქონდეს. თუ ამ გეგმას მეტყვი შეიძლება უკეთესი გეგმაა და საერთოდ წამოყვე ამაზე და ერთად ვიყოთ ამ ყველაფერში, მაგრამ შენ ამ გეგმას არ მეუბნები არა. არაფერს არ აკეთებ. საპირწონედ არაფერს არ აკეთებ და ვერ მაჯერებ, რომ შენ უკეთესი გეგმა გაქვს ამ ყველაფერთან მიმართებაში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს გაურკვევლია. კიდევ ამბობ. უკეთესი არის ის, რაც აქამდე მუშაობს. რა მუშაობს აქამდე? რატო არიან იზოლაციაში? რატო უჭირთ? რატო ტოვებს ხალხი მათ რიგებს? რამდენი პროტესტი და საერთაშორისო იზოლაცია. აი ეს არის გეგმა უკეთესი ვერ იარსებებს. ხო, ნახე, კიდევ ერთხელ პროტესტი იარსებებს, არის რისკი ბოდიში, ვიკა, არის რისკი თქვენი მონაწილეობით ეს იზოლაცია, ესე ვთქვათ, შემცირდეს და ანუ რაღაც ნაწილის ლეგიტიმაცია მივცეთ. ნახე, ჩვენი მონაწილეობით ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ შეიძლება ისეთი მოცემულობა დადგეს, რომ ჩვენც არ მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენ ეს, მაგრამ აი ხარ ამ მოცემულობაც არ ამაში იღებს. ნახეთ, ბოიკოტი ნიშნავს, რომ ბოიკოტს არ უცხადებ. ბოიკოტს არ უცხადებ, ნიშნავს ბოიკოტს არ უცხადებ. უბრალოდ იმიტომ, რომ ბოიკოტის გამოცხადება ეხლა ამ წუთას ყველაზე მეტად ჩვენი მოსახედიდან აწყობს ბიძინა ივანიშვილს. მათ შორის იმ ადამიანებს და იმ ჯგუფებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მართავს ირიბად. ბოიკოტის სხვა. ან მალულად. ხო, ან მალულად. არ გამოვა ეს. შენ თქვი რომ ამ მოცემულობაში ჩვენ ვემზადებით, იმიტომ რომ ეს მოცემულობა არის ის მოცემულობა რაც იყო 2 თვის წინ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ცუდი ეს არის მოცემულობა რის გამოც თქვენ არ ხართ პარლამენტი. ნახე მე რატო ამბობს რომ პარლამენტს ხას უფრო თანმიმდევრული იქნებოდა ეს ჩემი შეფასებაა. თქვენი პოზიცია თქვენ რომ პარლამენტში შესულიყავით და გეტყვით კი გაყალბდა მაგრამ ანუ პარლამენტში მაინც უნდა ვიბრძოლოთ. და ეხაც რო გეტყვით რომ პარლამენტშიც ხო ვიბრძვით, აქაც კიდე ერთი შანსია ეს არჩევნები თვითმმართველობის აქაც შევალთ მიუხედავად იმისა რომ გაყალბდა, ამასაც გაყალბდა, მაგრამ თქვენ რომ ბოიკოტი იმ შემთხვევაში გამოიყენეთ და ამ შემთხვევაში ბოლოს ვიცი დამთავრდება ისი ამ ლოგიკას რო გავყვეთ რა, მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, მაგასაც გააყალბებს უსწრება და მე საკრებულოსაც გამოცხადებ ბოიკოტს. მათ თავი ხო თამაშის წესებია რა. შემოვიდა ბოლოს. აბა რა თქმა პარლამენტის ლეგიტიმაცია საერთოდ არაფერ შუაში არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან და არავის არ უთქვავს და არავის არ აქვს იმის გარანტია, რომ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვინმე მიიღებს მონაწილეობას, ვინმეს გამოუშვებენ, ან თუ ბოიკოტს გააგრძელებ, ვინმეს გამოუშვებენ ან არ გამოუშვებენ. ხო ეგრეა.
ეხლა მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ამერიკიდან, ხო? მეგობარი აქტი, რომელსაც ყველა თანხმდებით, რომ მნიშვნელოვანია, ხო? მნიშვნელოვანია. ამ მეგობარ აქტში ერთ-ერთ პუნქტში ძალიან ისე გამოკვეთილად დიდად წერია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები უნდა დასხდნენ და უნდა იმუშაონ. და თქვენ სახელდებით ხომ იმათ, ვინც მაგ-მაგიდასთან არ ჯდება ყველაზე ხშირად. არასამთავრობო, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენ დავსხდებით ყველასთან ერთად მაგიდაზე, ვინც იმუშავებს ორ მიმართულებაზე. გამოგზავნოთ თქვენ წარმომადგენლებს, რომელიც ერთ რაღაცას იტყვის და მერე პარტიას ხარამის გააკეთებს. დაკავშირებით და ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით. ამ მაგიდაზე ჯდომის მთავარი პრობლემა იცით რა არის? ამდენი ხანი ერთობას რო ლაპარაკობდნენ, ერთობის სახელით და მეორე წუთში რომ ილანძღებოდნენ და ქვებს ისვრიდნენ, აი ამ ადამიანებთან ერთობა უბრალოდ მორალურად არის ჩვენთვის ცოტა კითხვის ნიშნის ქვეშ. მაშინ როცა გინდა ერთობა და თითქოს ყველაფერს აკეთებ ამ ერთობისთვის, მაგრამ მეორეს მხრივ მე მგონია რომ აქ ხალხს ეშინია, რომ თქვენ საბოლოო ჯამში კოცების თამაშს არ თამაშობდეთ და იმიტომ იწყება ხოლმე. ჩვენ პირიქით გონია რომ ვიღაცები მაგ ხალხიდან თამაშობს კოცების თამაშს, იმიტომ რომ კოცების რა არის კოცების თამაში? კოცების ფლანგზე ხო ყველავთ ახდებით იმაზე რომ კითხავ რა ბოდიში ემზადებიან აი ბოიკოტი რომ გამოუცხადეს ადგილობრივ არჩევნებზე პარტიები რომელიმე ემზადება არჩევნებისთვის მე მგონი რომ ბოლოს მაინც ყველაფერი ძალიან ცხადი იქნება უბრალოდ ხო რაღაც მორალურად არასწორია როცა ქვას გესვრის ის ჯგუფი რომელსაც ბოიკოტია გამოცხადებული მაგრამ მაჟორიტარულ კანდიდატებს ეძებენ გამწარებული რეგიონებში და ეხლა ამას ხო ჩვენ ხო ვერ დავასახელებთ არ ვიტყვით იმიტომ რომ ჩვენ მართლა გონია რომ არ არის სწორი რაღაცები მაგრამ ხარა შეიცვალა რაღაც მეგობარი აქტის ის რო იყო და ასეთი ლაპარაკებთ თქვენ გააკეთეთ ისეთი განცხადება რომ უფრო გაჭირდა დაждდომა ეს ჩვენგან გამომდინარე არ არის, იმიტომ რომ ჩვენ ვამბობთ, რომ ამაზე სამრჩევლო თემაა, ეს არის სამუშაო დასაფიქრებელი, გასამყარებელი სხვადასხვა არგუმენტებით, მაგრამ პოლიტიკური პარტიები გამოვიდნენ და უკვე ბოიკოტიან. ჩვენთან შეეთანხმეს ბოიკოტი, რომ რაზეც შეთანხმდით? ის პატივცემული სახელი არ მახსოვს თქვენგან. ხო, რაზეც შეთანხმდით ელემენტარულ მე საერთოდ არ ვთვლი ტრაგედიას ახლა იმ კომისიაზე მისვას მართლა მაგაზე არ გეკამათები, საერთოდ უბრალოდ ცხოვრებაში მე ბევრი რამე გამიკეთებია ისეთი, რაც არ მინდოდა რომ გამეკეთებინა, მაგრამ იმიტომ გამეკეთებიან, რომ ანუ ეგეთ სიტყვა მქონდა, ეგრე ნათქვამი, ალბათ შენც და ალბათ ყველას, ხო? ანუ სიტყვას რაღაცა მნიშვნელობა აქვს და იმ ადამიანისთვის პატივისცემაც იყო თქვენი მხრიდან, პარტიის მხრიდან გარკვეულწილად, თუნდაც შეცდომა რომ დაეშვა იმ ადამიანს, ესე არ უნდა ეგეთი ფორმით, არ უნდა ალბათ არ ვიცი, მე იმად ადამიანის ადგილზე ნაწყენი ვიქნებოდი. ეგ ჩემი საქმე არ არის ახლა, მაგრამ როცა რაღაცაზე შეთანხმდით ყველაზე ელემენტარული, ის ელემენტარული თქვენ დაარღვიეთ. ნახე, როდესაც ეს შეთანხმება მოხდა, ეს იყო ერთად სულ ამბობ, რომ ჩვენ პოლიტიკური ჯგუფი არის, ჯგუფი, რომელიც 2021-დან თანმიმდევრულად მიყვებით და არაფერს არ დაუპირობებივართ ხალხს. რაზეც მე სხვა ქმედება გავკეთებინა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მოხდა კომუნიკაციის პრობლემა, იმიტომ რომ გიორგი გახარი არ იმყოფებოდა იმ წუთას საქართველოში. და იმ წუთას როდესაც ეს შეთანხმება მოხდა, კომისიის თემა არ იყო ცნობილი. რაზე დაიბარა, იმიტომ რომ ჩვენ შორისაც დიდი განხეთქილება იყო. თუ არ იყო საბოლოო სიტყვას, ესე იგი თქვენ არა, ეს გიორგი გახარიას პერსონალური ამბავი ხა დიმიტრი ციკიტიშვილი იქ რო დადის იქ ყველაფერი მას სრული ლეგიტიმაცია აქვს და მას შეუძლია ეს გადი, იმიტომაც აიღო თავისთავად სრული ლეგიტიმაცია აქვს, რომ გადაწყვიტოს ყველაფერი. ნახე, შემოვიდა ის გენელი, იმიტომ რომ ჩვენ შორისაც ჩვენშიც ძალიან მკაფიოდ იყო, რა თქმა უნდა, ამ კომისიაზე არ უნდა მივიდეთ, მაგრამ როდესაც შემოვიდა ფაქტორად ის, რომ 20 ივნისზე უნდა დასმულიყო იქ კითხვები, ყველამ ჩავთვალეთ ნაწილმა, რომ ეს იყო შანსი, რომ ამ დღეებთან და იმ ყველა ჩორჩანასთან დაკავშირებით, გადადგომასთან, დაკავშირებით, თქვენ ჩათვალეთ, რომ გახარია გადაულიდა წულუკიანს, მიჯირყნიდა და დამატებით ბენეფიტებს დაიწერდით ამორჩევლის თვალში. ამას ქვია ასე. ეგ არ არის ცუდი სხვათა შორის. კი, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ქართული ოცნების ველზე, ნახე, ადამიანები დღეს საუბრობენ, რომ აი რეისთვის ვიბრძვით, ხო? მე ვიბრძვი იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ყველა თავისუფალი აზრი იყოს დაცული. ჩემ თანამებრძოლებშიც მათ შორის ვინც თუნდაც ერთად გავართ, ისინი ამისთვის იბრძვიან, ოღონდ იქამდე სანამ მათ აზრს ემთხვევა ეს აზრი. თუ მათ აზრს რაღაცა კუთხით ცდება, მე აღარ იბრძვიან თავისუფალი აზრისთვის. ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ დემოკრატიულ პირობებში გვინდა არჩევნები ჩატარება, გვინდა დემოკრატიულ ქვეყანაში, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ქართულ ოცნებას ყავს ამომრჩეველი. ეს არის კი, ეს ხემოთ რამდენი პროცენტი? 30% ხო არის დაახლოებით. მაგრამ ამ დროს ადამიანები რომ არა, ქართული ოცნება უნდა გაქრეს, ვერ გაქრება, ეს 30%. აი დავასრულებ ამას. ეს 30% ვერსად ვერ გაქრება. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ჩვენ რო აქეთ უფრო ძლიერი იყოს და უფრო ლეგიტიმური იყოს ჩვენ. ეს ადამიანები შევამციროთ პროცენტულად. ამათ ვერ შეამცირებ 50%-ს თუ ამ ადამიანებს არ დაელაპარაკები. დაუძახებ ბნელებს, მათ შორის ააშენებ ძალიან დიდ კედლებს. ვინც კი აქეთ გადმოვა, იმას ყველას გააშავებ, ხო?
ერთადერთი შანსი იმის რომ ჩვენ გავძლიერდეთ და ჩვენ აქეთ მართლა მივაწევთ რაღაცას არის რომ ამ ხალხს გამოაცალო ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. ამას ერთადერთი ვაკეთებს ჩვენ. კი, გეთახდა იაგოს მაგას აკეთებს თავის ჭკუით. ყოველთვის მუშაობთ იმაზე რომ ეს ხალხი მართლა დემოკრატიულ პირობებში თუ გვინდა ცხოვრება, ეს არის. აი, რაღაცა რო ახსენე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეგობარ აქ წერია რომ ერთად უნდა დავждეთ და რაღაცებზე შევთანხმდეთო. და მათ შორის ვახსენებ რომ ვიღაცები არ გვისმენ. მოდი ხა იდეალური რეალობას დაგიხადავ. აი დაждენ ეს ნაცები, ახლები, ლელო და შემდეგ და ვახ, ცუდად არის საქმე და მოდი აი მოგისმენთ. აი თქვენ რას გვთავაზობთ? აი რა არის თქვენ ითი მიდიხართ, რაზეც არ გისმენენ. აი შეთავაზება რა არის, რომ შევიდეთ არჩევნებზე, ისევ თუ რა არის? აი წარმოგიდგენთ რა გსხედან და აი მინდა რომ მოგისმინოთ, აი რა გავაკეთოთ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, თქვენი პოზიცია არის რომ რა? ჩვენი პოზიციაა რომ ამ წუთას ბოიკოტი არ უნდა გამოაცხადოს არავინ. როდესაც მოვა იმის დრო რომ გადაწყვეტილების მიღება, მანამდე აი თქვათ, აი ბოიკოტი გამოაცხადე, ანუ რაც ნიშნავს როდის არის? აი როცა რეგისტრირდება პარტია ივლისის შუით დაახლოებით. მანამდე მინიმუმ უნდა ემზადო. აი თქვათ აი საპარლამენტო არჩევნებით საპარლამენტოსთვის? არ ვიცი, რაღაცისთვის ემზადებიან. კაცმა არის ის რა ჩაატარებს უცნება. არჩევნებისთვის უნდა ემზადო, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანები დანიშნოს, ხო, თუ ახალი არჩევნები. ხელახალი არჩევნები, ხო? მაგის ქართულმა უცნება უნდა ჩაატაროს, იგივე გაყალბებით, თუ როგორ? იგივე გაყალბებით არის. აი მაგისთვის უნდა ემზადოთ ერთად. ყველა გადაცემაში ვსვათ მაგითხვას. როგორი უნდა იყოს ის გარემო? ის გარემო ის იდეალური თამაშის წესები. მომზადებული. მაგ დოკუმენტს ვითხოვ ამერიკანი ყველა სტუმართან, იცი? რომელიც აუცილებლად მოგასწრით, როგორი უნდა იყოს, რა სტრუქტურები უნდა შეიცვალოს და გათავისუფლდეს. CSKO-ს პერსონალ მონაცემთან როგორ არის შესაძლებელი, ხო? კი ბატონო. აი, არჩევნების თემა მე მგონი ამოწურეთ ვიკა და მე მინდა გადავიდე ახლა უნიშნულოვანეს საკითხზე. თქვენი ლიდერი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, უსაფრთხოების საბჭოს დივანი იყო, პრემიერ-მინისტრი იყო. ჩვენ ამ პროცესში თქვენი პარტიის წევრებიც იქნა ნაწამები, ესე ვთქვათ, დაკავებულები. ჩვენ დავინახეთ, რომ მთელი, ესე ვთქვათ, ძალოვანი ვერტიკალი იქცა კრიმინალად. ანუ ერთის მხრივ, ესე ვთქვათ, სპეცნაზი გედედ რომელიც განვითარებაშიც გახარია საქმე წვლილი მიღებული იქცნენ დაუნობრად ბანდფორმირებებად მე დავინახეთ რომ სასამართლოში მთელი შსსო წამოვიდა და ის გამომძიებლები თუ ოპერმუშაკები რომლებიც ქვეყანას უნდა ემსახურებოდნენ და კანონს იცავდნენ პირდაპირ იქცნენ სრუმორწმეებად და მთელი სასამართლო ანუ მთელი ძალოვანი სტრუქტურა იყო გადაქცეული კრიმინალებად იქ როცა წულუკიანი გამომძანდა და ეს თითი რამბებით საუბრობდა იმაზე როგორი მაგრად არბევდა ესე თქვა თურმე ეს მაგნიტსკის სიაში მოხვედრილი გომერალაური აქციები როგორ არ ესე ვთქვათ, გახარიამ როგორ არ წამოაყენა ეს თავარი პრობლემები, რომელიც იყო ქვეყანაში და მის სტრუქტურაში პირადად, რომელიც მას ბოლომდე ჩაისვარა რა, პირდაპირ ვიტყვი და ანუ იქ ადამიანები ვიც უნდა იყვნენ სამართალდამცავები, იქცნენ სამართალდამღვევებად და ამაში დიდი წვლილი აქვს მას მიღებული და ეს პრობლემები, ეს რატო არ წამოწია მან და რატო არ ააფარა სახეზე ეს ყველაფერი? იმიტომ რომ გომელაურს კიდევ ახლოს ეძახის და მეგობრობს გონი და არ უნდა დაემატოს. მე მგონი ეს თვითონ გახარიას უნდა გითხოთ, როცა თქვენ გადაცემაში შენ არ გაგიჩნდა იგივე ესე ვთქვათ გაცდა როგორც პროტესტანტს და იქ ვთქვამს რომ მე ერთადერთი რაც ამ კომისიაზე დამაყდა და რაც უთხარი ასევე ეს იყო რომ ყოველ სიტყვის შემდეგ უნდა წამოეძახებინა 500 ნაცემი ადამიანი მაგრამ ორჯერ თუ სამჯერ ეს ყველაფერი ახსენა მაგრამ ჩემი აზრი იყო რომ ყოველ მეორე სიტყვაში ეს უნდა ეხსენებინა რაც მე პირადად დამაყდა ხო ალბათ გახარიასთან მიმართებით ალბათ უფრო სწორი იქნება ანუ ხართ ხოლმე ეს ანუ კრიტიკას იღებს გახარია გუჩი რა თქმა უნდა კი იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან დიკომფორტია მე როცა მივედი მე პოლიტიკაში მოვედი 2021 წელს როცა კენჭი ვიყარე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში სვანეთში ძალიან რთულ პირობებში იმიტომ რომ 2021-ში კიდე შედარებით ალბათ უკეთესი სიტუაცია იყო მაგრამ სვანეთზე ვერ ვიტყვით რომ უკეთესი სიტუაცია იყო იმიტომ რომ იქ როცა ოპოზიციიდან შედიხარ რამდენიმე ფლანგს უკავ გახარია იყო ლიდერი 2020-ში მე მგონი მაგ არჩევნების 2021-ში შევედი 2021-ში უკვე ოპოზიციაში იყო წამოსული მე 20 ივნის მონაწილეც ვარ და მე ალბათ 2000 მაგაზე უნდა მეკითხო 20 ივნის სად იყავით პარლამენტის წინ და შემთხვევით ობის ბრალია რომ შენ არ გაკლია თვალ და მაკო გომურსაკლია ესე უტრიეურად რო ვთქვა სა ხო ნახე ამ თემაზეც სულ რაღაცა ისე არის ხოლმე მე მართლა ძალიან ადამიანურად ალბათ რომ მკითხონ ეს იმდენად დიდი ტვირთია ჩემთვისაც და ჩვენთვის მთელი გუნდისთვის რომ ძალიან ძიმეა ხო
და ძალიან ტრაგიკული მომენტია. გახარიამს ხომაზე განაცხადა, რომ მელიას დაკავების დროს ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ ვიტყვი რა არის დასამალი პირდაპირ თქვა რომ ბიძინა ივანიშვილი ჩუმად ელაპარაკებოდა გომელაურს და კოლბახიძესო იმისთვისო რომ მელია სხვა ჩემ გადაწყვეტილების იქით გასულიყვნენო და ამის გამო წამოვედიო პირდაპირ თქვა და ამან განაპირობაო ისო რომ მე ვიფიქრე რომ 20 ივნისად შეიძლება ასე ჩარეულიყო ბიძინა ივანიშვილიო და ამაზე გაგვეცით პასუხი ანუ საზოგადოებრივ თითქოს გამიჩუმდა და გახარია მივიდა თუ არა ის იყო პრობლემა და ის კი არა რომ ქვეყნის ფორმალური მართველი ასე ჩარევებს ახდენდა ქვეყანაში და ამაზე გითხარი ხო ეს გაქვს WhatsApp-ის ჩატი ეგეთი? როგორი? ისეთი გახარიამ რომ დატოვა და მე WhatsApp-ს იყენებს დღემდე თუ სიგნალზე გადახვედით? სხვადასხვა იმას კაი ჯერ გაგცემ იმაზე პასუხს. ხო 2012-ში ხო და სულ კითხვას მისვენ ხოლმე როცა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს ვაკრიტიკებ, იმიტომ რომ მე მაშინაც ველზე ვიყავი, ასე ვთქვა, 2012-ში სტუდენტური მოძრაობა, როცა აქციებს ვაკეთებდით, მეც ერთ-ერთი მე პატარა მეგობრებია, თუ რომ ლადერს პირველ კურსელი ვიყავი და მე სულ ცოტა ხნით შევბრუნდი სახლში და ეს რაღაც 2016 წლამდე 2016 წლამდე ისე ქუჩაში გამოვედით, მაშინ რაღაც საყდრის სისტემაზეც იყო მე სხვადასხვა ჰესების მშენებლობა და მე 20 ივნისით მანამდეც ბევრი აქცია იყო და არ ვიცი ალბათ მთელ საქართველოში 50 აქტივისტი ვიყავით სულ ჯამში ვინც მართ დავდიოდით იქეთ-აქეთ და რაღაცებს ვაპროტესტებდით და 2021-ში რატომაც მე გადავწყვიტე ამ გუნდში შესვლა ეს იყო გახარია როცა ოპოზიციაში წავიდა მე გახდა ჩემთვის მისაღები იმიტომ რომ მანამდე რა თქმა უნდა ის მთავრობაში იყო და მე მისი ოპოზიცია ვიყავი თუმცა ამ მთავრობაში ყოფნის დროსაც იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალები ჩემთვის ეს იყო ნარკოპოლიტიკის წარმოება ნარკოგამსაღებლებთან ბრძოლა ეს იყო ქალთა უფლებების დაცვა და რამდენიმე მიმართულება რომელსაც მე გულწრფელად ვაფასებდი მაშინაც და როდესაც უკვე ოპოზიციაში გადავიდა და გადაწყდა რომ მე ამ გუნდში უნდა ყოფილიყავი და ეს გადაწყვეტილება მივიღე და როდესაც ჩვენ პირველად შევხვდით ერთმანეთს ხო პირველი რაც უთხარი ეგ იყო რომ მე ყოველთვის ვიქნები კრიტიკული იმიტომ რომ ჩემი მორალური ღირებულებებით მოვედი აქ და პარტია არის ჩემთვის იარაღი და მექანიზმი რომ შევცვალო ის რისიც მჯერა რომ უნდა შეიცვალოს აქედან გამომდინარე ჩვენ ეს ყველა თემასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებასაც ვიღებთ, რასაც გუნდი იღებს, ამაზე ვხდებით, კრიტიკა არის ორივე მხრიდან. თუ გახარიათ თბილისში. ანუ პირდაპირ გეტყვი რა, ანუ თქვენ იდეურად, ანუ როცა გაესაუბრეთ, ამ ტყუების ბრძანების გავცემი არის თუ არა ივანიშვილი, რა პირდაპირ კითხავ. ანუ არის ამის დაშვების რაღაც პროცენტულობა? ტყუების მიმტანი როგორც მინიმუმ არ არის იქ ივანიშვილი. მიმტანი მერაბიშვილიაო იძახიან და მიმტანს გულისხმობ. მე მგონი რომ ეგ ძალიან ცხადია რომ ბიძინა ივანიშვილია ეგ ადამიანი რომელიც ხადი. ანუ შენ იძახი რომ ბიძინა ივანიშვილი უმარო გასა ეს ბრძანება ამის დიდი შანსი არის. მე მგონი რომ კი ბიძინა ივანიშვილი იყო რაც იყო პრინციპში ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ ივანიშვილის მაქსიმუმ ეთქვა დაუშვით ეხა მაგათო ყრია ესროლე თუ წყალი ესროლე თუ იმას ქენით წინა რიგებში ის მოიყვანეთ ეხა მაგდონეზე არის თორნიკე. რა დაუშვი ხო რა თქმა უნდა რეზინის ტყუები ვინც მიიტანა იქ ეგ ხო იცოდა გიორგი გახარია მინისტრი რო იყო რომ ეკიპირებაში შედიოდა რეზინის ტყუების ასეთი და ასეთი რა ხა მე იმას ისვრიან არ ისვრიან მგონი რომ მართლა გიორგი გახარიასთან დასასრულ კითხვებს მისვამთ იმიტომ რომ ხო რაღაცებზე მე თვითონაც დავუსვათ ამ შეკითხვებს ხო მეგობრებო გამოიწერეთ ჩვენი არხები ამასობაში იმიტომ რომ გიორგი გახარიაც იქნება ჩვენი რომელიღაც მომდევნო გადაცემის სტუმარი 21-ს მკითხა თორნიკე მე ეგ ბაბლი გამოვიარე 2021-ში მაშინ როდესაც მე ჩემი პოლიტიკური ასე ვთქვათ რა კურსი განსაზღვრე მე ამ ბაბლმა ერთხელ უკვე დამიტირა ასე რომ იმუნიტეტი მაქვს ძალიან ძლიერი და რაც ბოლოს პირიქით აღმოჩნდება ხოლმე რაღაცნაირად ასე რომ ამაზე არ მაქვს რეაქცია, იმიტომ რომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ჯერ არისთვისაც ვიბძი ყველა საზრისთვის, რომელიც ჩემსაც არ ემთხვევა, მათ შორის იმისთვის, რომ ბაბლი ხშირ შემთხვევაში იმისთვის იბძვის, რომელიც მხოლოდ მის აზრს ემთხვევა და ეს ამწუხარო და ამაზე სულ ვესაუბრები ხოლმე ადამიანებს, რომ არ შეიძლება ესე ცალსახად იყო შენ მართალი ყოველფერში და მეორე მხარეს იყოს ყველა ესე ვთქვათ რამოდენიმე მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ პრობლემა მოხდა ქვეყანაში, იქ იყო 13 ივნისი, იქ იყო შოუის ტრაგედია, იქ იყო გურიის ტრაგედია და შენ ყოველთვის იყავი წინა ფლანგზე, როგორც საპარლამენტო ოპოზიციამ, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ შოუის ტრაგედიის მერე არ განმეორებულიყო ტრაგედია და რომლის მერეც რამოდენიმე ტრაგედია მოხდა და ადამიანები შეეწირა. თქვენ როგორც ოპოზიციურმა პარტიამ რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდარიყო? იმ ადგილას, იმ კონკრეტულ ადგილას გასაზღვრული იყო, რომ დამდგარიყო სასიგნალო მოწყობილობა.
ნაგებობი იმ კონკრეტულ ხეობაში, ჭანჭახის ხეობებში, რომელიც არ და 30 მილიონი იყო გადახდილი ევროპისგან ამ ფული დახარჯული. და ამერიკული და ევროპული გრანტი იყო, რომელსაც ეს მექანიზმები უნდა დაეყენებინა. შემდეგ ტრაგედია, რომელიც მოხდა, რომელიც ძალიან სამწუხარო და იქ ადგილზე კიდე სხვა სურათი იყო, სამშობლო სექტორზე ვიტყვი რა. ჩვენ შემსრულებლის დონეზე ყავს ძალიან კარგი მაშველები და ამას ყოველთვის ბრძანების გამცემ დონეზე არ ყავს კარგი ადამიანები და ის ადამიანები ამ საქმის პროფესიონალი, ამიტომ იქ იყო დაგვიანებული ნამდვილად, იქ ჩასვლა, შოუში ჩასვლა და ის ამას ვერ გავიგებთ, რამდენი ადამიანი შეიძლებოდა გადარჩენილიყო, მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფოს არ აქვს სისტემა, თუ როგორ უნდა ებრძოლოს მეწყა. ოპოზიციას ამ ეტაპზე სამწუხაროდ შეუძლია მხოლოდ კრიტიკა, რაც ძალიან სამწუხაროა და მე როგორც პირველ რიგში რიგით მოქალაქეს, მე რომელსაც ამ სფეროსთანაც გარკვეული შეხება მქონია და როგორც ოპოზიციონერს ეხლა ომის საკრებულო შეყოლებათ დეპუტატები და უფრო შიგნიდან ეგრე მარტივად არ არის საქმე ბოდიშევიკა, თქვენ საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გქონდათ ოპოზიციას ერთობლივად გაგეხორციელებინათ ჩაგერთო საგამოძიებო კომისია, რომელსაც ვერ მოხდა შეთანხმება და საზოგადოებას ვერ დაანახეთ მნიშვნელობა იმისა, თუ რა მნიშვნელობის იყო ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ქართულმა ოცნებამ პროცედურული მანევრებით ჩაგიშალათ. ეგ იყო რეალობა. კი, ნამდვილად ეგ იყო რეალობა. ჩვენ ყველაფერი გავუკეთეთ ამისთვის, ჩვენი გუნდი ცდილობდა რომ ეს კომისია შემდგარიყო, ვიცი მართლა ყველა ბერგეთს ვიყენებით მანდას ნაციმაურიეს. ხო, არ ვიცი ვინაურია სიმართლე გითხრათ. მე ვიცი, მაგრამ მაგას კახარიესთვის ვიმზადებ მაგ კითხვას და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ კომისიის არსებობა და ვიცი დღემდე მნიშვნელოვანი რომ ეს საქმე გამოძიებული იქნეს. ასეთი კითხვის დასმა მინდა წეგან ახსენე რომ სხვადასხვა პოლიტიკური სპექტრის აზრი უნდა გავითვალისწინოთ და პირველ რიგში საზოგადოების აზრიც უნდა გავითვალისწინოთ. დღეს ხარ ესეთი მაისურით მოსული, რაც ჩვენი სლოგანია პრინციპში ამ საპროტესტო მოძრაობის თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. მე მაინტერესებს აი ამ ოპოზიციური კოორდინაცია დავარქვა თუ არა სხვა საპროტესტო კოორდინაციის პროცესში შენი აზრით რა ფორმით შეიძლება იყოს უფრო მეტად ჩართული არაპოლიტიკოსები, საზოგადოება და მათ შორის აი ირაკლი უფრო ხშირად უსვამს ხოლმე ყველა გაცემაში ამ თემას ხას და ეხლა დღეს მე შემოვიტან ჩვენ საუბარში ამ თემას. ჩვენ ყველას ბევრი რამე გვაქვს დასაკარგი რა. მომავალი, ჩვენი ქვეყნის მომავალი პირადი თავისუფლება და პირადი ჯანმრთელობა და ყველაფერი, მაგრამ არსებობენ ადამიანები 50 ოჯახი მინიმუმ დღეს საქართველოში არსებობს, რომელსაც პლუს საკუთარი ოჯახის წევრი, ხო 52. ხო და აი ამ ადამიანების აზრი ჩემთვის არის განსაკუთრებით საპატივსაცემო და მნიშვნელოვანი ხოლმე და აი იგივე აი თემებთან დაკავშირებით რამე კომუნიკაცია თუ გქონდათ მაგალითად აი ისინი რა მე ხა პათეტიკური მას არ დავიწყებ რომ აბა იმათ თუ კითხეთ რა აზრზე არიან მაგრამ ხო რატო არა პრინციპში ძალიან სამწუხარო არის ხოლმე ფაქტი როდესაც აი ამ ადამიანებს რომელიც მართლა ეხლა ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არიან სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები იყენებენ საკუთარი აზრის გასაჟღერებლად და საკუთარი მიზნების გასახმოვანებლად ჩვენ ამას არ გავაკეთებთ არასოდეს რამდენიმე პოლიტპატიმრის ოჯახთან ჩვენ ისეთი ახლო კომუნიკაცია გვაქვს იმიტომ რომ ისინი ჩვენი მეგობრებიც არიან და ჩვენი ნაწილი ჩვენი მხარდამჭერიც არის და არიან რამდენიმე ვის სასამართლოს ხდომებზე ჩვენ ყოველთვის ვართ და მათ ოჯახებთანაც ეს აქტიური შეხება გვაქვს მათშიც არ არის ესე ცალსახა და მათშიც არ არის ესე ცალსახად გამოკვეთილი ეს პოზიცია აქედან გამომდინარე არსებობენ ადამიანები რომლებიც ესე ცალსახად არ ფიქრობენ რომ შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არსებობენ მათ შორისაც ადამიანები რომლებიც არ ეთანხმებიან ბოიკოტს ყოველ შემთხვევაში და რა თქმა უნდა ჩვენ ამ ადამიანებთან კომუნიკაცია გვაქვს ჩვენი მათთანაც გვაქვს კომუნიკაცია ვინც სხვა აზრზეა იმიტომ რომ ეს ესე ცალსახა არ არის და სულ იყო პრობლემა რომ გიორგი გახარია არ შეხვდაო რეჟიმის როდესაც ეს შეხვედრა იყო ესეც რა თქმა უნდა იყო გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიერ აგორებული კამპანია იმიტომ რომ როდესაც ეს შეხვედრა ჩაინიშნა ის იმ დროს დაემთხვა ზუსტად როდესაც ის ბრიუსელში იყო საერთაშორისო შეხვედრაზე ესე გახარია წავიდა და ჩამოიქცა ყველაფერი რა ერთი კვირით წავიდა და და სწორედ ამ დღეს დაინიშნა სადაც ჩვენი გუნდი რა თქმა უნდა ეწრებოდა თუმცა გახარია და იმის მერე ქვეყანა არეული კი არის და ესეც იყო რა თქმა უნდა ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის სპეკულაცია რაც ესე არ არის და რა თქმა უნდა ტყუილია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ამ კომუნიკაციისთვის ბოლოსკენ მივდივართ და ნაცებზეც გადავიდეთ ჩვენ რომ ნაცები არ ვართ ხო იცი ზოგი გიგვეძახის გორია ხო მოკლედ რა კონტექსტში გადავდივარ ხო ჩვენი გადაცემა როცა იწერება
გუშინ წინ მოხდა ის შეხლა შემოხლა აქციაზე. მე ღიად ვაფიქსირებ ჩემ პოზიციას, რომ კი ნაცებს სააკაშვილს არ ვერიდები ამ სიტყვას ვეძახი საფრთხობელას, რომელსაც ქართული ოცნება წარმატებით იყენებს ამდენი წელია. ძირითად პროპაგანდა ერთ-ერთი პროპაგანდის ერთ-ერთი ყავარი ხაზულება ეს არის, ხო? გარდა იმისა, რომ გინდათ და ასე შემდეგ. და რეალურად მე მგონია, რომ სააკაშვილი იმდენად უტვინო არ მგონია, რომ ამას ვერ იაზრებდეს. თუ არის ამდენად უტვინო. შენ რას ფიქრობ? მე მგონია, რომ აქ უტვინობა არაფერს შუაში არ იაზრებს და აწყობს კიდეც ეს რასაც ხედავს. რაში აწყობს? ეხა შენ არ მითხრა, რომ იმ თეორიის გჯერა, რომ ბიძინა და მიშა ერთად მუშაობენ. ჩემი აზრით ბიძინა და მიშა უბრალოდ ერთმანეთს ასაზრდოებენ და მათ ძეულად ყავთაყვანილი საქართველო. ამ ბოლო ინციდენტსაც რაც შეეხება, მან მიშას პლაკატი არ არის მთავარი პრობლემა და არის მთავარი პრობლემა მიშას პლაკატით ვინც არის იმ ადამიანების დამოკიდებულება ზოგადად პროცესების მიმართ, იმიტომ რომ სულ ვამბობ, რომ სახელმწიფოზე წინ არ უნდა დააყენო არც ერთი ადამიანი, არც ერთი შენი ლიდერი თუ კერპი, თუ ვინც არ უნდა იყოს. დღეს, რასაც ვედავებით ქართულ ოცნებას, ეს არის ის, რომ მათ ყველაფერზე წინ და სახელმწიფო ინტერესზე წინ უყენიათ. ბიძინა ივანიშვილი, ისევე როგორც ნაციონალურ მოძრაობას სახელმწიფო ინტერესზე წინ უყენია მიხეილ სააკაშვილი. თუ არ იქნება მიხეილ სააკაშვილი, მათთვის არ არსებობს არაფერი. როდესაც ამ აქციებზე ძალიან ბევრი ადამიანი დადის, რომელიც ასევე წინა რეჟიმის დროს იყო ძალიან დიდი აგრესიის, ძალიან დიდი ძალადობის ხვერპლი და ეს ადამიანები ამასაც კი ბატონო მეც ერთ-ერთი და ჩემი წრეში ძალიან ბევრი ადამიანი და როდესაც ჩვენ თუნდაც გადავტეხეთ ის რომ ჩვენ ნაცებს გვეძახიან იმის გამო რომ ჩვენ ამ აქციებზე ერთად ვიბრძვით სახელმწიფოს გადარჩენისთვის ალბათ თვითონაც უნდა გადატეხონ ეს თავის თავში რაღაცნაირად რომ იქ ბევრი ადამიანისთვის უბრალოდ მორალურად არასწორია როდესაც ადამიანი რომელმაც ცხოვრება დაუნგრია მაგ ადამიანის პლაკატის წინ არ უნდა დგომა ხო ეგ ლოგიკურია ეხა თუმცა რა თქმა უნდა იმასაც ანუ პრობლემაა დაყვანა სააკაშვილამდე ამ აქციის ეგ არის მთავარი პრობლემა რომ სააკაშვილამდე არ უნდა დავიყვანოთ ეს არც ეს აქცია და არც არავისამდე არ უნდა დავიყვანოთ ეგ არის ამ ყველაფრის მთავარი აზრი და ეს ნაციონალურ მოძრაობას კარგად უნდა გაიაზროს და გაიგოს თქვენ ყავთ პარტიაში რამოდენიმე ნაციონალური მოძრაობის მთავრობაში პირდაპირ არ ვიტყვი, მაგრამ ყავთ წევრები, რომლებიც იმ დროსაც მუშაობდნენ ნაციონალური მოძრაობის დროს. ანუ ერთის მხრივ ქართულ ოცნებას ესე ვთქვათ პრეტენზიას უყენებთ, რომ ანუ განაცდი და მეორეს მხრივ თქვენც ყავთ პარტიაში ესეთი ადამიანები და ამ შემთხვევაში რა არის ის ანუ ჩვენ საზოგადოებას რა უნდა უთხრათ ის, რომ ნაცების დროს არავინ არ იყო პატიოსანი და ვინც ნაცების დროს მუშაობდა არიან ყველა ესე ვთქვათ ჯალათები თუ რეჟიმის დროს არსებობდა ადამიანები ვინც სამართლის საქმესაც ესე არ არის ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ძალიან ბევრი კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე რომელიც ქართული ოცნების დროსაც მუშაობდა მანამდეც მუშაობდა ჩვენ ვინც პარტიაში ყავს ნაციონალური რეჟიმის მონაწილე ნამდვილად არავინ არ ყოფილა ყველა ამ რეჟიმს ებრძოდა მაშინაც და იმის შემდეგაც ქართული ოცნების პირობებშიც ხო მე ორს არ მომერიდება ნათიასთან მეგობრობ და ყავთ კიდე ესე ვთქვათ ადეიშვილის მოადგილე პარტიაში ზაზა თავაძე ნათია მეზუშვილის და ზაზა თავაძეც იყვნენ ნაციონალური მოძრაობის დროსაც და ქართული ოცნების დროსაც გამორჩეული ადამიანები რომლებიც იმ რეჟიმსაც ებრძოდნენ ამ რეჟიმსაც ებრძვიან ის რომ მაშინ ამ რეჟიმთან ბრძოლას დაიწყებდნენ ნათია მეზუშვილი მე ხა ჩემ დამოკიდებულებას ვთქვი ისეთი რანგის ხოც შეუწყობელი სიტყვა ხო რა აი დინარაძე რა რანგის გაპრავებსაც დებს დღეს ნათია მეზრიშვილის მაგ რანგის გაპრავებებს დებდა სანამ იყო ოცნებაში და თქვენ მე მგონიათ ეს უნდა მოიწვიოთ გადაცემაში თუ სწორედ მომსწრეთ მე მოდი გავიტყვი არ იყო ეგრე ნათია მეზრიშვილი არის თავის საქმის პროფესიონალი ის იყო ძალიან კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე როცა მუშაობდა მათ შორის ზაზა თავაძე და ესე დაყოფა რომ მაშინ ვინც მუშაობდა საერთოდ საჯარო სექტორში ეხლა არ უნდა იმუშაოს ან მომდევნო ხელისუფლების ანუ პრობლემა ის არის რომ ოცნებაში ბრალდებული ტიპი ნაცები ყავთ თუ ოცნებაში დღეს ყავთ საყრდენად ვინც ყავდა ქართულ ნაციონალურ მოძრაობას ხშირ შემთხვევაში საყრდენად ის ადამიანები ვინც რეჟიმს ქმნიდნენ ეს არის პრობლემა და მე ნაწყენი ვარ იმაზე რომ მაგაზე პრობლემა არ ქონდა გიორგი გახარიას 20-21-მდე და გაგახსენებ ხარებას არასდროს არ ხარებასთან ქონდა პრობლემა და ვერაჯობა სანამ იქ იყო ხარება საერთოდ არ ხარება
გამოიყვანა, როცა გიორგი გახარია გადადგა, ხარება დაბრუნდა და გაცოცხლდა მას შემდეგ. ხარება მანამდე საერთოდ არც კატარები. გედენაში იყო თორე მაგაზე ზუსტ ინფორმაცია სიმართლე გითხრა არ მაქვს, მაგრამ ხარება ნამდვილად ეგეთ წონიანი ადამიანი არ იყო და ხარებას არანაირი გადაწყვეტილების მიღების ფუფუნება არ ჰქონდა. გადაწყვეტილებას არ ეხაიდებს გონე უფრო აღმასრულებელია. შესაბამისად, ეს რეჟიმის შემქმნელი ადამიანი, ვინც წინა რეჟიმის დროსაც იყვნენ ამ რეჟიმის ძლიერი ბერკეტები და დღეს გადმოპორტირებული ყავს ქართულ ოცნებას და იხლაც ამ რეჟიმს აძლიერებელი, ეს არის ჩვენთვის პრობლემა, როდესაც ჩვენ აქეთ ვიძახის. პრობლემა არის მთავარი მოსამართლეთა კლანი, საბოლოო ჯამში, მოსამართლეთა კლანი, რომელიც მაშინაც მივდივარ, რამდენი კითხვა გიორგი გახარიას ასე მოსამართლეთა კლანის თემასთან არანაირი შეხება არ ქონია, იმიტომ რომ გიორგი გახარიას არაფრით არ ეხებოდა იქ მოსამართლეების დანიშვნა. არ შედიოდა კომპეტენციაში. არ შედიოდა მის კომპეტენციაში მოსამართლეების დანიშვნა არანაირი ლოგიკით. ის WhatsApp-ის ჩატში იმასთან განხილვა ხო შედიოდა კომპეტენციაში იმის, რა ქვია, ულაშაის რო ყავს, პოლიცაბჭო იყო ძალიან მაღლაფერიზე, ვასილ მაღლაფერიზე რო ჩატში. აი, ვასილ მაღლაფერიზე რანაირად იყო მაგ ჩატში. წარმოდგენა არ მაქვს მე ვერ იმიტომ რომ ეგეთი მოწყობა აქვს, ეგეთი მოწყობა აქვს, რომელსაც პროპაგანდაც უნდა იჯდეს ჩატში. ეგეთი მოწყობა რო აქვს, ეს არის მიზეზი იმისა, რომ დღეს გიორგი გახარია მაგ გუნდში აღარ არის. არ ვიცი, ეს თვითონაც ახსნა, როდესაც არაფორმალურ მართლობას შეეჯახა, იმის შემდეგ აღარ არის. შეხარ, ანუ მე ყოველთვის ვჯერა იმ ადამიანების, ვინც წინა ფლანგზე არიან. მე ამ თანამებრძოლების ვჯერა ყველაზე მეტად რა და მგონია რომ ამაზე უნდა დაშენდეს საერთოდ მომავალი პოლიტიკური, ესე ვთქვათ, კლასი. ჩვენი გზა რა უნდა იყოს? ანუ ის რომ ვითომ ყველა ესე პროცედურულ ნაწილებში ვებრძოლოთ კონკრეტულად ოცნებას და ვაჯობოთ ტექნიკურ დონეზე ჭკუით და რაღაცები რაც წინასწარ გასაზრულია ამებში პროცესს მივყვეთ თუ სრული წინააღმდეგობაა იქნებ გზა და ხო იქნებ სრული წინააღმდეგობაა გზა რა ხო აი მომავალზე რო გადავიდეთ და თან რა კონტექსტში მინდა იცი რომ საბოლოო ჯამში ერთიანობას ოპოზიციურ სპექტრის ერთიანობას ბევრჯერ ვახსენეთ და რაღაც ესეთი განსაკუთრებით რომ მაინც ხედავ შენ სწორ ვარიანტად რომ რაღაცებში ოპოზიცია ერთიანი იყოს ესეთი განსაკუთრებით და ისევ წარსული გამოცდილება გვაჩვენებს რომ სადღაც მე არ გეუბნები რომ ყველა შემთხვევაში თქვენი ბრალი იყო თქო მაგრამ სადაც რაღაცა ტიპის გაერთიანებები გაჩნდა ლელოსთან იყო და ვერ მოესწრო თუ რა იყო არ ვიცი და თქვენ ბოლოს უარი თქვა თქვენ მეზობელი მყავს ეგეთი რომ ყველასთან ნაჩხუბარია და მე არის როგორ არის ყველა შენთან როგორ მოსდის კონფლიქტიო შენ თუ ყველაფერში მართლა ლელოსთან თქვენ მოგივიდათ ნაცებთან თქვენ მოგივიდათ ზურაბიშვილის ფორმატი არ ვიცი ახლა რა ხდება მაგასაც გვეთყავდათ გორი ბადას კონფლიქტი სულ თქვენთან როგორ არის ერთი იაგოსთან რა გაქვთ კონფლიქტი და მაგრამ რა ვიცი პირველ რიგში მე მგონია რომ უნდა ვისწავლოთ ყველამ ერთად თანაცხოვრება ვიქნებით ამ ქვეყანაში ყოველთვის განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები რომელმაც უნდა შევძლოთ თანაცხოვრება და ჩვენ ამიტომ გვინდა ცივილიზებულ სამყაროსთან გაერთიანება რომ ის ადამიანები ცხოვრობენ განსხვავებული აზრებით ერთად შესაბამისად, როდესაც ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი დაალაგდება, ისევ რა თქმა უნდა, პოლიტიკა იმისთვის არსებობს, რომ პოლიტიკაში ყოველთვის არსებობენ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები და პოლიტიკური პარტიები ხან რაღაცაზე გაერთიანდებიან, ხან ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე ერთი აზრი გქონდეს, ხო? ამოსავალი წერტილი არის მრავალფეროვნება, განსხვავებულობა, მაგრამ ამ მრავალფეროვნების პატივისცემა ამ სპექტრში. მე უფრო შენი ხედვები მაინტერესებს, როგორ რეჟიმი, როგორ დავამარცხოთ, ტყეები, როგორ გამოვიყვანოთ, ანუ ქვეყანა წინ, როგორ ევროპაში როგორ შევიყვანოთ. შევოთ და ავშენდებით. არა, ეგ კონკრეტული ამას არავინ არ ამბობს ამ თქვენ ამბობთ. პირველ რიგში ძალიან მნიშვნელოვანია ის გაუტეხლობა და ის ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს, ხო? ეხლა ამ აქციებზეც რაღაცნაირად ყველამ თავისი როლი ვიღაცები შეიძლება რუსთაველზე აღარ დგანან, მაგრამ ვიღაცები აი პოდკასტებს წერენ, ვიღაცები ინფორმაციულად ებრძვიან ქართულ ოცნებას, ვიღაცებს სხვა მიმართულება აქვთ ნაპოვნი, რისთვისაც პრინციპში აძლიერებენ რითაც ამ პროტესტს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? რაოდენობაზე ხშირად უსვამენ ხას, ჩემთვის რაოდენობა არასდროს არ არის ხოლმე რაღაც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი. ერთმა კაცმა შეიძლება ძალიან ხუხარი პროტესტი გამოდგა. იქიდან გამომდინარე, რომ პროტესტი პირველ რიგში ადამიანის გულში იბადება, ადამიანის გულში არის წინააღმდეგობა, რომელიც ჩდება და ამ წინააღმდეგობას სხვადასხვა გამოვლინება აქვს, ხო? სხვადასხვა გამოვლინება აქვს და სხვადასხვა ადგილას შეუძლია უფრო წარმატებული იყოს. შეიძლება ქუჩაში დგომით მან იმდენ სარგებელი ვერ მოიტანოს, რამდენადაც რაღაც სხვა მიმართულებით განავითაროს ეს პროტესტი. არც ერთი რეჟიმი არ არის სამუდამო და ამ ქვეყანას ბევრი რეჟიმი დაუსრულებია და ეს რეჟიმის დასრულება და რეჟიმს ხო ახასიათებს ის, რომ ბოლო წამამდე გონია, რომ მყარად არის და ბოლო წამამდე გონია რომ მას არაფერი არ მოუვა და არსად არ წავა. არად არ დგას, რასაც ძალიან კაფიო დაჩვენებს მათი მხრიდან ის რეპრესიები, რომელსაც იხლას კი ყოველდღიურად იყენებენ. დარბევების პროცესში გარდა имისა, რომ დარბევები ხდებოდა ესეთი მეთოდებით და შემდეგ ადამიანების დაკავება, ამ ადამიანების შემდეგ ცემა და წამება ხდებოდა, რაც
გონია რომ ყოველდღე უნდა შევახსენოთ ხო რა საფრანგეთს ახსენებენ ხოლმე და უსინდისოდ ქართული ოცნების წარმომადგენლები და მინდა უთხრა ერთი რომელი ადამიანი დაინახეს რომ დაპატიმრების შემდეგ იყო ნაცემი და მე გეტყვით რომ ავტობუსები ქონდათ ჩახსნილი სკამებით და იქცევდნენ თქვენი სათაყვანებელი მინისტრები ჩვენ ახალგაზრდობას რომ იცოდეთ ეს რეჟიმი ხა ყოველდღიურად ხო ხედავთ ეს ჯარიმები რომელიც ფინანსური წნეხია ეს დახვედრები ხა რამდენიმე დღის წინ გოგოებს დახვდნენ ამით ხო რეალურად ყველა იმ იმიჯს რომელსაც თვითონ ირგებენ ეს არის ეროვნულობის ნარატივი ეს არის პატრიოტიზმის ნარატივი ეს არის ქრისტიანობის ნარატივი არც ერთ იმიჯში აღარ ჯდებიან და პირიქით ყველა მათი ქმედება ამ ყველა იმიჯს ეწინააღმდეგება და ყველაფერს აკეთებენ ამის საწინააღმდეგო მე ვამბობ რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ეზიზღება და ყველაფერს ებრძვის ქართულს ებრძვის ეროვნულობას, ებრძვის პატრიოტიზმს, ებრძვის ქრისტიანობას. ერთი რაღაც ბოდიში შეგაწყვეტინებ, ერთი რაღაცა მინდა კითხოს, გვაკრიტიკებენ, რომ რატო აწყვეტინებ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა 2021 წელს გამოვიდა და თქვა, რომ ევროპელები, ამერიკელები თხოვდნენ ომში ჩართვას და ესე ვთქვათ, საქართველოს იმისთვის, რომ გადარჩეს და ომში არ ჩაერთოს და არ დავიღუპოთ, ამისთვის იძულებული იყო, რომ აი კონკრეტული ქმედებები გადაგვარჩინა, ანუ შვიდობა მოუტანა ქვეყანას. მე პირადად მაქვს ესეთი შეხედულება, რომ ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ გაუგზავნეს მესიჯი და უთხრეს: შენ თუ ბოლომდე ჩვენ ყველაფერში არ დაგვეხმარები იქ რაც იყო ყველა კომპონენტში ესე ვთქვათ რუსების ჩამოსვლით იქ შავი ხვრელების გაჩენით და რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის მანქანების წასვლით და მთელი რუსეთის ეს სპეცსამსახურების აი აქ გადმობარგებიანად აი ამას თუ არ გააკეთებდა ბიძინა ივანიშვილი დაკარგავდა პირად ქონებას დაკარგავდა ყველა იმ ინტერესს რაც გააჩნდა და გააჩნია დღესაც რუსეთში და აქედან გამომდინარე მან ერთი გადაწყვეტილება მიიღო რომ ეს დაებრალებინა რომ ვითომ მშვიდობა მოუტანა ქვეყანას. შენი აზრი როგორია? მაინტერესებს ჩემი აზრით ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის მოღალატე, რომელსაც ქვეყნის ინტერესები გაცვალა საკუთარ ფულზე. აი, როდესაც ქართული ოცნების სამორჩეულსაც უჩნდება ხოლმე კითხვა, რომ აი ბიძინა ივანიშვილს რატომ უნდა უნდოდეს რუსეთი? პირიქით, მას ევროპისკენ მივყავართ და განვითარების ესე არ არის, იმიტომ რომ ყოველთვის ცხადია, ცივილიზებულ სამყაროში მოხვედრა გვინდა იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში უბრალოდ 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობდეს ჯანსაღად და ცხოვრობდეს გამართულად, ხო? 3 მილიონი ადამიანის ჯანსაღად ცხოვრებას ბევრი არაფერი არ სჭირდება. ამას არ სჭირდება რაღაც განსაკუთრებული ველოსიპედის გამოგონება, ამას სჭირდება უბრალოდ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები და კეთილსინდისიერი მმართველები. კორუფციის შემცირება თუნდაც რაღაცა დოზით, შეიძლება ნულამდე ვერ დაიყვანო ვერასდროს, მაგრამ ამ ქვეყანას რაც აცხოვრებს უბედურებაში, ეს არის კორუფცია. მათ სასამართლოა თავარი, რომელშიც ბურუსიძე ჩიჩალაძის გაყვანა არის, რომელსაც მარტივად შეუძლია, მაგრამ არ გaqავს. ივანიშვილი, იმიტომ დადგა ამ არჩევნის წინაშე, რომ თუ ის ცივილიზებულ სამყაროში ამ ქვეყანას ვთქვათ, მოაქცევდა, ის ამ კორუფციას ვეღარ შეძლებდა, ის ვეღარ გამდიდრდებოდა და მისი კლანი, ხო, მისი კლანიც, რა თქმა უნდა, ამ კორუფციულ მექანიზმს ვეღარ ამუშავებს. რომელიც ამ ყველაფერს რატომ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს რუსეთი? იმიტომ რომ რუსეთის წიაღში ძალიან მარტივია კორუფცია, რუსეთის წიაღში ძალიან მარტივია ფულის მოპარვა და ადამიანების დიქტატურის შენარჩუნება. ბიძინა ივანიშვილი, როდესაც გვეუბნება, რომ ქვეყანაში მშვიდობა ჩემი დამსახურება, ამ ადამიანებს ყოველდღიურად დღეს ქვეყანაში მშვიდობა არ არის, თავზე რომ ბომბები არ ცვივა ეს იმას არნიშნავს, რომ ქვეყანაში მშვიდობა, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში ადამიანები იხოცებიან შიმშილით, დაავადებებით, ონკოლოგიური დაავადებული ბავშვები თუ ადრე დასავლეთიდან მიღებული პროგრამებით, დახმარებებით დაუყოვნებლი გადაყავდათ, ასე ვთქვათ, დასახმარებლად ევროპაში და დასავლეთში. დღეს ეს ადამიანები უბრალოდ გაჩერებული არიან და ვერსად ვერ მიდიან სამკურნალოდ. შესაბამისად, როდესაც ამ მშვიდობაზე საუბრობთ, უნდა აუხსნათ ქართული ოცნების სამომრჩეველს, რომ ეს მშვიდობა არ არის. ჩვენ ვიმსახურებთ ნამდვილ მშვიდობას, იმიტომ რომ ეს ნამდვილი მშვიდობა არის, რაც ქართულმა ხალხმა მოიპოვა. აი მე ამოვჭრი თუ გინდა, მაგრამ უნდა ვთქვა. კახარია ურეკავს და ლაუც სუდი ადამიანი ვარ, სხვის ტელეფონში ჩახედა, როგორ შეიძლება, მაგრამ რაღაცა რეკავდა და გამექსათოვე და გახარ ლაუც სპიკერზე უნდა გაპასუხე.
ბატონო გიორგი, ესე ძალიან თუ გაინტერესებთ რა ხდება ჩვენ განაცემაში, ერთ-ერთ შემდეგ განაცემაში გიწევთ აქედანვე რო არ რეკორდ პირდაპირ გიპასუხებთ რა ხდება. არა, შეგვიდა და იმედია მოვა. კი, მე ვიცი რომ მოვა. ორა მოგაჭრებინებ თუ ჩავსო. არა, კაი, არავით არის ამოჭრა. სულ იძახიან ისე რომ აი ამ უფლო პარტიაო და გახარეს სულ ეუნებიან რომ იქ საფრანგეთში სახლი გაქვს და რაღაცა. რა თუნდა საფრანგეთში პარლამენტიდან რო არ ჩახსნეს სიები, ერიცხებათ ფულები. არა, გადავაში მიდის ხო. სანამ მაგას გახსოვს, ანუ რა რითი ცხოვრობთ თქვენი პარტია, ანუ ფინანსური მდგომარეობა. შემოწირულობებით და პირველ წელს ესხი გვაქვს აღებული. არ ხუმრობ. ტიბილისში ხო არა გაქვს. ეგ პირველი ოცეული ხართ, სანდო ოცეული რო ხართ და მე ნაკლებად სანდო ხალხი მოდის, ხო? მე მგონია რომ ჩვენ არ ვაკადრებთ არავის, რომ ჩვენს გუნდში ვინმე არა სანდოა. ნენელა ბოლოსკენ და წავიდეთ ჩვენ თუ დასასრულებელი არ დაგჭირდა. ხო იმდენჯერ ამოწყვეტინეთ. ჩვენი სავიზიტო ბარათა რის გამო ჩვენც ვიაზრებთ. რის გამო თქვენს გაბულინგებენ, ხო? ხო, ან მე მგონი ჩემი ხედვა ეგ არის, რომ ამ ქვეყანაში უბრალოდ ადამიანებს უნდა ველაპარაკოთ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, პოლიტიკის მთავარი შინაარსიც ეს არის, რომ შენ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ხარ, ვინც ისედაც ჩვენსკენ, ვინც ისედაც ჩვენს აზრზე, ხო, გასაგებია ყველაფერი ხარ, როდემდე უნდა ველაპარაკოთ, ხო, ერთმანეთს, ვინც ისედაც ვიცით ჩვენი აზრი, ვინც განსხვავებულად ფიქრობს და არ არის, თუნდაც შენი ამორჩეველი, შენს წინააღმდეგ არის ამ ადამიანებთან აქვს პოლიტიკის კეთებას მთავარი შინაარსი, რომ ეს ადამიანები გადმოიყვანო აქეთ, ეს ადამიანები უნდა გადმოიყვანო იმით, რისიც მათ ჯერათ და ამ ადამიანებს მართლა და მაგ ადამიანებს ჯერათ, რომ თქვენ ხართ ნაცები. აჯერეს. ან კოცები. არა, მისი გადმოყვანაც ამათ უნდა იმას ჯერათ რომ ან კოცები ხო ნაცებზე მუშაობ. კიდევ ერთი ძალიან დიდი მსგავსება კოცებსა და ნაცებს შორის, იმიტომ რომ კოცები ვინც მათიანი არ არის, ნაცებს ეძახიან, ნაცები ვინც მათიანი არ არის, კოცებს ეძახიან. ხა ეს ფაქტია და ჩვენ ესე შუაში ვართ და მე ძალიან მოწონს ეს რომ შუაში ვართ და იმათთვის ისე ვართ. მოიც არა, მანდ ერთი განსხვავება, თქვენ ნაცებს არავინ არ გეძახით ოცნების გარდა. და კოცებს არა მხოლოდ ნაცების ამორჩეველი გეძახით. ძირითადად შეიძლება, მაგრამ არა მხოლოდ. თუ ვინმე შეუძლია მათ გამოვაცალოთ ეს ამორჩეველი ვართ ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ამ ადამიანებს ვემუშაოთ. აქედან გამომდინარე ცუდი ხუმრობა უნდა გითხრა მაგაზე. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაანონსა ჩვენი დაჭერაც, ჩვენი გაუქმებაც და მე ის ანგარიშწორებებიც რაც მოხდა, ამ ყოველფრის მიზეზი იყო ეს. არა, იმაში გეთანხმებით, რომ კიდევაც რაღაც კუთხით. იმაში გეთანხმები, რომ ოცნების ელექტორატიდან ვინმეს თუ ყავს ხალხის წამოყვანის, ვინმეს თუ აქვს ხალხის წამოყვანის რესურსი, პირველი ალბათ ხართ თქვენ. ერთ-ერთმა იუთუბერმა იხუმრა მაგაზე, ესა გახარი არის კოცობის მეტადონის პროგრამა. პირდაპირ თუ ვერ არებებო გახარი. ნახე, მეტადონის პროგრამაზე ვიტყვი ერთ რამეს, რომ 80,000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ეს მეტადონის პროგრამა დასავლეთმა შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში პირველად იყო. დანიური და შვედური და მე როცა წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებდი, სულ ვცდილობდი, რომ ადამიანებთან მელაპარაკა მათთვის საინტერესო მიმართულებაზე და რაც იყო მათთვის და როცა ამ სეგმენტთან მივედი საარჩევნო კამპანიის წინ, მე მათ აუხსენ რომ ქართულ ოცნებას თუ აირჩევდნენ დასავლური მეტადონი დაიხურებოდა მათთვის და მაშინ ისინი გაოცდნენ, იმიტომ რომ მათ ეგონათ რომ ეს ქართული ოცნების მიერ მიტანილი ძალიან ისეთი კეთილდღეობა იყო და როდესაც ჩვენ საუბრობთ ამ ადამიანებთან ურთიერთობაზე და ამ ადამიანების თუნდაც ჩვენს სეგმენტში გადმოყვანაზე არ უნდა დაგვეწოს, რომ ეს ადამიანები ამ ქვეყანაში დარჩებიან, იცხოვრებენ და ეს არიან ჩვენი საზოგადოების მართლმსაჯულოვანი ნაწილი არიან. მათთვის ღირებული არის მშვიდობა. და ეს ამ მშვიდობას მართლა თავისი ღირებულება, ამიტომ ამ ადამიანებს უნდა აუხსნათ, რომ ეს მშვიდობა არ არის ბიძინა ივანიშვილის ინკლუზიური მიკუთვნებულობა. შეთქვენს და მეც აღარ ვიცი მეტი როგორ აუხსნა და მე რობრაზდები და აღარც გავბრაზდე. ხო, არ უნდა გაბრაზდე, იმიტომ რომ შენი მოვალეობა, შენ მეტი პასუხისგებლობა გაქვს, მეც მეტი პასუხისგებლობა გაქვს. კი, უკეთესად უნდა აუხსნათ და უნდა ავხსნათ იქამდე, სანამ ეს არ დაილექება. ამ ქვეყანაში მშვიდობას თუ ვინმე საფრთხეს უქმნის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ დაგვტოვა პირისპირ ცივილიზებული სამყაროსგან მოშორებით პირისპირ დამყრობელთან. და ჩვენი მშვიდობის ერთადერთი გარანტია არის ახლოს ყოფნა ჩვენს ძლიერ დასავლელ პარტნიორებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან, როგორც ევროკავშირთან, ისე ნატოსთან, ისე დასავლეთთან ნებისმიერ გაერთიანებასთან. კარგი, ჩვენ ბოლოსკენ უნდა წავიდეთ და ასევე ჩვენს საკომუნიკაციო არხებში გამოვაქვეყნეთ პოსტი, რამე კითხვას ხوار დაუსვავდით თქო, ვიკას თქო. ასევე მეგობრებო, კიდე ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი საკომუნიკაციო არხები გამოიწერეთ, იმისთვის რომ წვდომა გქონდეთ ყველა ახალ კონტენტზე და რამე არ გამოგრჩეთ და ამავდროულად ასეთი კითხვების დასმის საშუალებაც გექნებათ ხოლმე და ირაკლი წაკითხავს რამდენიმე შეკითხვას.
რაღაცა აზრის დაფიქსირებიც იყო თან ცოტა ცუდი ფორმით ზოგი და ასეთ რამეებში თქვა დროს უნდა ხარჯავთ, იმიტომ რომ მაგებს არ წავიკითხავთ და რა მე კონსტრუქციული კითხვები რაც გაქვთ და რეალურად საინტერესო ვეცდებით რომ არ გამოგრჩეს. პირველი არის ესეთი ცოტა რიტორიკულიც არის ალბათ ეს კითხვა, იცის რომ გახარია ბიზნეს გეგმა B-ა თუ მართლა ჟერა გახარიას ოპოზიციონერებისო. მე ამ გუნდში ვარ 20-21 წლიდან, ერთი წამითაც რო ეჭვი შემპარვოდა ამაში, ეხლა ამ წუთას ამ გუნდში არ ვიქნებოდი, იმიტომ რომ ჩემი мотиваცია იყო ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლა და ამ პროცესში ძალიან ბევრჯერ გამოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ჩვენ წარმოადგენთ, თუ ვინმე სიანს აყენებს, პირველი ჩვენ გვაყენებს სიანს და ასე რომ ბიძინას გეგმა B ვინ არის, ეგ ალბათ მალე გამოჩნდება. მეორე კითხვა არის ცოტა გზელი და სამი ბიძინას გეგმა B რო ყოფილიყავით, ცოტა ფული მაინც გვექნებოდა.ედავში. კარგი, მეორე კითხვა სამკითხვიანია და ეს საინტერესო კითხვებია და ამასაც კითხავ. პირველი ხო არ არის გარკვეული პირების მხრიდან ზეწოლა პარტიის შიგნით რომ მუნიციპალურ არჩევნებზე გახვიდეთო? გავაერთიანებ ამ მეორე კითხვას. თქვენი პარტია ამბობს რომ არჩევნები გაყავდა, მაინტერესებს რატომ აპირებთ მონაწილეობას მიღებას არჩევნებში და მოლოდინები გაქვთ არჩევნებზე, მაშინ როცა არჩევნებს ატარებს კალანდარიშვილი, რომელიც დასანქცირებულია არის თუ არა ეს ნაბიჯი გადახედვა დასავლური კონიუნქტურიდან, ანუ ჩვენი პარტნიორები იღებენ მათ ხელთ არსებულ უმკაცრეს ომებს ესკოს ადმინისტრაციის წინამდე წარდგენილი მტკიცებულების საფუძველზე, ადროს კი თქვენი პარტია აპირებს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალურ არჩევნებში. საუბრეთ ამ თემაზე, მაგრამ მოკლედ თუ კი, მოკლედ უპასუხებ ისევ, ჩვენ ამ ქვეყანაში ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, ვინაიდან ხელახალ არჩევნებს ვითხოვთ, ჩვენ ვაღიარებთ ჯერ კიდევ არჩევნების შინაარსს, რომ გვაქვს მონიჭებული კონსტიტუციით უფლება, რომ ადამიანები ამ ქვეყანაში მზად არიან წავიდნენ არჩევნებზე, მიუხედავად იმ გაყალბების მასშტაბებისა, აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც პოლიტიკური პარტია ვთვლით, რომ ფუნქცია და მოვალეობა არის, რომ ვიბრძოლოთ ნებისმიერ სიტუაციაში. ჩვენ ამ წუთას ბოიკოტის რეჟიმში არ ვიმყოფებით, თუმცა არ ვიცით რა მოცემულობა დადგება, როდესაც მოახლოვდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. რაც შეეხება დასავლეთს და დასავლეთის დამოკიდებულებას, არც ერთი დასავლელი პარტნიორი შენ არც კი მიგანიშნებს, რომ ბოიკოტი გამოუცხადო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ჩვენ პირიქით გვინდა რომ ბიძინა ივანიშვილს არ მივცეთ დასავლეთის გაბითურების საშუალება და მან არ ჩაატაროს არჩევნები ეგრეთ წოდებულ ვითომ იმიტაციურ სამართლიან პირობებში და მას კიდევ ერთხელ დაუმძიმდეს ის ლეგიტიმაციის პრობლემა, რომელიც მას ძალიან მყარად აქვს როგორც დასავლეთში და ის სანქციები კიდევ ერთხელ გაიზარდოს, როდესაც ის კიდევ ერთხელ გააყალბებს ამ არჩევნებს. ესენი ვიღებენ არჩევნებში მოწევს, რომ კიდევ ერთხელ გააყალბოს ბიზნამ და კიდევ მეტად ცხადი გახდეს დასავლეთისთვის. ვიცით საპარლამენტო არჩევნებზეც რო აყალბებდა, ჩვენი გუნდი ამაზე ერთი წლით ადრე საუბრობდა, თუმცა ჩვენ მაინც მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. რაღაც უტრილებულ მაგალითს მოვიყვან რა. ტიპი რო გაქცემს რა. დანაშაულს რო ჩაიდას არაფრის გამო რო გცემს და შენ რომ მეორედ შედიხარ რო იცი რომ კიდე გცემს, მაგრამ აი პოლიციამ კარგად დაინახოს რომ მეორეთაც ვცემ. აი დაახლოებით ეგეთ რაღაცას ვაკეთებ. და შეიძლება რომ დააკავოს, იმიტომ რომ მეორედ ვაიც და ისემა ვერ დაინახა. კარგი, მიკა მე დაგისვევ ამ ადამიანის მესამე კითხვას, ცოტა გადახვევა და საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვისაც. არათემატური მესამე კითხვა მთასვლელებზე გითხარი ორი სიტყვა რა გზნობაა, როცა წვევალის პიკზე ადიხარო და შენ როგორც ვიცი მთასვლელობასთან ძალიან ახლო კონტაქტი გაქვს და ბოლო კითხვას მე ამის მერე კიდე ერთს დაგისვევ და ხო, ექსტრემალური სპორტების მიმართ ბავშვობიდან მქონდა მიდრეკილება, ან თამსუღობა ერთ-ერთი რაც ხა სვანეთის რეგიონიდან გამომდინარე, რაც სამოყვარულო დონეზე უფრო აქტიურად მიყვებოდი, სანამ პოლიტიკაში მოხვდებოდი. მწვერვალზე დგომამდე არის პროცესი, როდესაც ამ მწვერვალამდე მიდიხარ და მთელი სიამოვნება ამ გასავლებ პროცესში დგას და რასაც სწავლობ ამ პროცესში ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, ეს არის დისციპლინა, საკუთარ თავზე გამარჯვება, საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვება და როდესაც ადამიანთა ჯგუფი ერთად მიდის, იქ არის რომ ერთი ადამიანის სიცოცხლე სხვებს აბარიათ და სხვების სიცოცხლე შენ გაბარია, ეს ძალიან კარგად იცი და ნაწილობრივ გავს უბრალოდ იქ თემა ის არის რომ იქ ვერავინ ვერ მოგატყუებს, იმიტომ რომ თუ მოგატყუა იცის რომ თვითონაც იწირება და აქედან გამომდინარე მთა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მე მასწავლა ეს არის პატიება ბოდიშის მოხდა და ადამიანების ღირებულების წამოწევა როდესაც მთიდან როცა ბრუნდები ამ მთიდან მე კიდე ძალიან სხვანაირად უყურებ ძალიან ბევრ ამას და ხვდები კიდევ ერთხელ იაზრებ რომ ადამიანები არის ყველაზე მნიშვნელოვანი არა მარტო ესე ვთქვათ ოპონენტები აქტიურობდნენ არამედ თვითონ პარტიის წევრებიც აქტიურობდნენ ამ აბავში და თათახვედელიანმა დაგისვა და სხვა კითხვასავით. ეს კარგია და მე ველოდებით რუსთავი 2-ის და TV იმედის
TV იმედმა დასვან ეთერში და დაუსვან კითხვებიო. მე მაინტერესებს ეს ყველაფერი მართლა იმიტომ ხო არ გააკეთეთ რომ რუსთავიორში და იმედში აღმოჩნდა. ატა გაკეთე. ჩვენი 4 წელია ვცდილობთ რომ რაღაცნაირად მოხვდეთ იმედში და რუსთავიორში. ჩვენს გარდა იწვევენ ყველა ოპოზიციურს ჯგუფს მათ შორის. ჩვენ ვართ ერთადერთი ოპოზიციური. მე და თქვენ ლიდერზე აკეთებენ ხოლმე იმებს, რა ქარდებს გვაკავშირებენ და არა. მაგრამ ჩვენ ვართ ერთადერთი ოპოზიციური ჯგუფი, რომელსაც არც იმედზე, არც რუსთავიორზე არ იწვევენ და ვართ ჩაკეტილი. ნაციონალურ მოძრაობას ყოველდღე ამის იმაში უზეთ ეთერში რუსთავიორში მათ შორის და აუცი აგერ TV იმედზე მიხეილ სააკაშვილის უპირდაპირ ეთერში გაყავთ და რა მე გაგიბრაზდები რომ ეხლა იაგოს ხედავ ხოლმე რა სულ დადის ხოლმე ამ იმებზე იმედზე და იმაზე პირველ არხზე და რუსთავიორზე და თქვენს რო დაგინახო ეჭვი შემეპარება რა არა კარგია იაროს უბრალოდ თავრე რას ამბობ ვიქტორე მისია კარგია ერთადერთი მიზეზი რატომაც ჩვენ არ გვიწევენ იციან ძალიან კარგად რომ იმედის ტელევიზიას გამოვიყენებ ჩვენ რომ ხმა მივაწვინოთ იმ ადამიანებს რომელსაც ატყუებს იმედის პროპაგანდა მათ შორის რუსთავიორი ატყუებს და იმიტომაც არის ჩაკეტილი ხო ლოგიკური ჯაჭვია უბრალოდ და მაყურებელს ხო კითხვა არ იყო ხუმრობა იყო და იმედი არ ეწყინება უბრალოდ გამეციდა თვითონაც თუ გაეცნება მაინტერესებს ეს გოგო დაგიმახსოვრეს უკვე თან რა ახალგაზრდა რომელია ეხა უკვე იციან რომ გახარიას პარტი ლიდერი იმიტომ ვთქვი ეს არისო გახარიას დინოცილოს ხო ეს ვიცი ნაცების დაწელი მე ვფიქრობ რომ არ არის მე მგონია რომ ნაციონალურ პროჭკვიანი ვარ და აქედან გამომდინარე ეს ადამიანიც ალბათ რა ჰედლაინი მოგცა რა კაი ჰედლაინი მოგცა ანუ რას ვიზავთ ხო ეგ ადამიანები გვადარებენ ხოლმე სხვადასხვა ვიღაცებს ჩვენ არ უწყენს ეგეთი რაღაცები დიდარი ნამდვილად არა. მე მგონია სილამაზე სუბიექტური ცნებაა და ვიღაცისთვის შეიძლება ის პრობლემები იყოს, ესე რომ არა ეს ხუმრობა იყო ქავტონინო არ გეწყინოთ ძალიან დიდ პატივს გცემთ და კიდევ უფრო დიდ პატივს გცემთ როცა გიხილავთ ერთ-ერთი სტუმრის რანგში და აი მოწვევა აქედან თქვენ ასეთ ხუმრობებსაც არ ვიტყვით თქვენ 70 მილიონიან მოგებულ სარჩელებზეც აუცილებლად გითხავთ ხალბატონო ნინო. მაინც მოწევას ვაპირებდი ადამიანის და აღარ მოვა. კაი. დიდი მადლობა ვიკას პირველ რიგში. ასევე გაძლება ვიკას ბოლოდროინდელი ამბებისგან გამომდინარე ჩვენს არ დავაკელით რაც შეგვეძლო და იმედია ხო ნუ აქვე ვიტყვი რომ მე მგონია რომ ეგ ჩვენ საყურებელს ვიტყვი რომ გამოგვიწეროთ პოლიტიკოსის ვალია ასე ვთქვათ გამოგვიწერეთ დიჯიტალში მეგობრებო ყველგან ვართ TikTok-ზე, Instagram-ზე, Facebook-ზე შეგიძლიათ შემობზანდეთ ვის გვიყურებს კიდევ დიდი მადლობა რომ ესე ვთქვათ ერთგული მაყურებლები რჩებით ვერ ვცდილობთ რომ გავითვალისწინოთ ეს შეწყვეტილების ამბავი მაგრამ ასე თუ ისე გამოვდის ყველა ჩემსავით კეთილი არ იქნება აქვე დავამატებ უკაცრავად ხო აი ამ კრიტიკაზე და იმაზე ჩემი დამოკიდება სულ არის ეგეთი რომ სანამ ოპოზიციაში ხარ მანამდე თუ არ შეგიძლია კრიტიკის ატანა მერეც ვერ შეძლებ როცა მოხვალ და ასე რომ ყველა მისწავლოს ჯობია კრიტიკის ატანა აბა რო გვიშვა ამ დგომლები გიორგი გახარიას და რომ არ გადაიფიქროს მოსულა აუცილებლად მადლობა მომავალ შეხვედრამ ბედნიერად ნახვამდის